მოგესალმებით, მეგობრებო, ელენა ლილიტის ღერძზე უნდა დავასრულო ვიდეო. ძალიან ნაკლები ყურადღება ეთმობა კარმულ ასტროლოგიაში და ყველაზე მთავარ წერტილებს ელენას და ლილიტს, შავი მთვარე, თეთრი მთვარე, ეს იგივე არის და მე ფაქტიურად ამდენი წლები არის, ძირითადად ამ სფეროში მუშაობ, კარმული ასტროლოგია არის ჩემი ყველაზე მთავარი ინტერესი, ამ ჭრილის ინტეგრაცია, ნათელი კარმის ინტეგრაცია, ასევე აი ამ შიდა გაყოფილი პოლუსების დაკავშირება ერთმანეთთან, ეს იყო ჩემი ინტერესი. ყოველთვის თერაპიულადაც ამ კუთხით მუშაობდი, სხვათა შორის თერაპიულადაც მუშაობს ელენა ლილიტის ღერძზე ინდივიდუალურ კონსულტაციებში, ეს იქნება რუკის მიღმაც, სხვათა შორის თქვა პირად რუკას რო ვაკეთებთ მე თუ უკვე აქვს ადამიანს ეს შინაგანად უკვე ეს მზაობა ინტერესი და უნდა ამ შავი თეთრი მთვარის გაცნობიერება, ამაზე თერაპიულად ძალიან ეფექტურად მუშაობ უკვე ძალიან ბევრი წლები არის და ძალიან ბევრი მასალა დამიგროვდა თვითონ ჩემ თავშიც, თუნდაც იმიტომ რომ ეს ერთობლივი არის ხოლმე ეს მუშაობა, ყოველთვის ერთმანეთს ეხმარებით ადამიანები ესე გამოდის ხოლმე, მაგრამ აი ეს კარმული მთავარი ღერძი, რომელიც ცოტა ფსიქოლოგიის მიღმაც არის, იცით, აი ფსიქოლოგია შედარებით უფრო სხვა შრეებზე მუშაობს და აი რომ აი ამ რუკიდან გამომდინარე რომ დავინახე რომ ეს ღერძები ენერგეტიკულ განსხვავებულობას, ენერგეტიკულ რაღაც მას იწევს ტრანსფორმაციას მთლიანად და ეს არის მთავარი, ხო? ენერგეტიკულ ინფორმაციულ დონეზე იცვლება რაღაც მნიშვნელოვანი ჩვენში და არა მხოლოდ ისეთ გარეშრეებზე, ხომ? აი მივხვდი რომ ეს არის ყველაზე მთავარი დასამუშავებელი, ტრენინგიც მექნება ახლა სხვათა შორის, მალე ამ ელენა ლილიტის გაცნობიერებაზე, იმიტომ რომ ჯგუფურ ტრენინგზე კიდევ სხვა შრეებში გავდივართ, ინდივიდუალურ კონსულტაციებზე ან ინდივიდუალურ თერაპიებზე, სხვა შრეში გავდივართ საერთოდ, ორივე ერთად როცა არის, აქ უკვე სერიოზული კონტაქტი გვაქვს საკუთარ არაცნობიერთან, იმ ღრმა შრესთან, რომელიც გულახდეთ რო გითხრათ ახლა ფსიქოთერაპიებზე მე ვერ გავდიოდი ხოლმე. ეს ღრმად იქ აი ეს სხვა თერაპიები არის საჭირო, სხვა ტექნიკები არის საჭირო, რომლითაც, ტექნიკა რა ცოდნა არის მთავარი საჭირო, ხო ვიცით, ახლა როგორც კი რუკას უყურებთ, ვიცით ეს ენერგიები, ეს პოლუსები სად არის გასული, მაგალითად შიგნით და კონკრეტულად ამ წერტილებზე მუშაობა ხდება, იმ განცდებზე, იმ ემოციებზე ხდება, ესე შეხება, ესე რომ ვთქვათ და მე მოდის უკვე ეს გაცნობიერებები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, აი ჩემს თვალწინ იცვლებოდნენ ხოლმე ადამიანები გამომეტყველებად, სახეც როგორ ეცვლებოდათ, როგორც კი ამ პოლუსების გაერთიანებას, ჯერ მარტო კონტაქტს ნახულობდნენ ამ ენერგიებთან, ხო? მეც მქონდა ეს გავლილი მაგ ერთი წლების წინ, აი ეს რომ დავინახე, ეს ფაქტიურად მე რაღაც ისეთი ახალი გზები ვნახე, რომელიც აქამდე არ იცოდნენ, ესე რომ ვთქვათ, ყველასგან რაღაც ცოტ-ცოტას რო წამოიღებ და მე გააერთიანებ. აი ესეთი რაღაც იყო და ეს არ არის რაღაცა დიდი სიახლე, ეს კარმულ ასტროლოგიაშიც ეწერა ამ ელენა ლილიტზე, უბრალოდ არ ყოფილა ამის გაერთიანებაზე აქცენტი, აი ამის დამუშავება იყო ხოლმე ცალ-ცალკე და აი მივხვდი რომ ეს ერთიანობაში არის მოსასვლელი, აქ თერაპიული მიდგომა არის საჭირო, ეს ძალიან ღრმა შრეზე გელაპარაკებით, ახლა ძალიან ასეთ განვითარებული ხალხი მოდიან ხოლმე ჩემთან ამ მიმართულებით, როდესაც ეს ხდება, მაგრამ სახეც ეცვლებათ, ენერგეტიკა ეცვლებათ, აი ჩემ თვალწინაც ხოლმე და მე ცხოვრებაც იცვლება ბევრი კუთხით, როცა ამას ვაერთიანებთ და შეიძლება რაღაცები ვერ მოვაგვაროთ, რაღაცები არ იყოს ისე, როგორც ჩვენ თავდაპირველად გვექონა, მაგრამ ამას ვიღებთ უკვე ძალიან სხვანაირად და ამას ვიღებთ უკვე რაღაც სხვა გაცნობიერებით. ხო, ეს არის ეს კარმულ გეშტალტს რო ვეძახი ხოლმე დასრულება რაღაცნაირად, რომ მე რაღაც დავმშვიდდი, მივიღე რაღაცებს ძალა მეყო, დაუბრუნდი ჩემ ნათელმეს, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის სულიერ განვითარებაში. სულიერ განვითარება ესე ქვია და სიამდვილეში ეს არის ფსიქოლოგიური, აი ფსიქოლოგიური ენაზე რო ვთქვათ, ფსიქოლოგიური გაზრდა. რაღაცნაირად, ხო? ეს არის რაღაც წვდომა უკვე რეალობასთან, აბსოლუტურად უკვე დიდი ბიჭი და დიდი გოგო ხდები, ამ ენერგიას რო ხდები, ხო, ესე რომ ვთქვათ, უკვე აღარაფერს რო აღარ გეშინი, არაფერი რო აღარ არის შენთვის ისეთენ იზრდები სულიერად გარკვეულწილად და აი ეს ნაწილი არ მithქვამს წინა ვიდეოებში ელენა ლილიტის ღერძზე, იქ უფრო ცოტა პრაქტიკულად, ფილოსოფიურად, ფსიქოლოგიურად ვილაპარაკე, მაგრამ რეალურად ხა მე რასაც ვაკეთებ წლების განმავლობაში, უფრო ეს არის აი ამ პოლუსებში შესვლა, ჯგუფური ტრენინგები წლების განმავლობაში ასევე ამ მიმართულებით მქონდა სულ და ხდება
წმუნდებოდნენ ძალიან კარგად უკვე ეხებოდნენ ამას რადონის ფეიკი შეიძლება ჩვენში აღმოვაჩინოთ და მე ეს აბსოლუტურად ჩაცვალოთ აი ნუ იქ ჯგუფურ ტრენინგებზე ძალიან საინტერესო იყო ხოლმე ჩემთვისაც მე რასაც გავდიოდი ფაქტურად მე იმ გზაზე იმ გზას თავაზობდი სხვებსაც და თვითონ სრწმუნდებოდნენ რომ ეს ძალიან სერიოზული პრაქტიკა არის იმაშიც სრწმუნდებოდნენ რომ ამდენს რო ვლაპარაკობს ელენა ლილიძე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან ღრმა კარმული არის ღრმა ენერგეტიკაზე არის აქ საუბარი და ყველაზე საინტერესო ეს ენერგია არის ჩემთვის პირადად იმიტომ რომ ადამიანები ისედაც ძალიან ზედაპირზე ცხოვრობენ თითქოს ჩვენ სპირიტუალურად ვართ ხოლმე ესე ყველანი ზედაპირზე როგორ იცით აი ძალიან ზედაშრეში და ამ დროს ქვედაშრე ის არაცნობერი მართავს ყველაფერს აბსოლუტურად და მე ის რომ აი რატო მოხდა ესე რატო მაქვს ეს პრობლემა რატო ვიზიდავ ასეთ ხალხს რატო ვიზიდავ იმას ამას აი პასუხები არის ძალიან დიდ სიღრმეში და აი ამ სიღრმეში მინდა ხოლმე რომ გავიდეთ და გაგიყვანოთ ასე რომ ვთქვათ და ძალიან საინტერესო სიღრმე არის მან. ეხლა რაც შეეხება უკვე რომ გადავიდეთ სელენა ლილიძე, აღარ გავაგრძელებ რა არის სელენა ლილიძე წინა ვიდეოებში იმდენი ვილაპარაკე ამაზე რომ რა ვიცი ალბათ ყველას მოვაბეზრე უკვე თავი. და პირდაპირ გადავალ ახლა წინა მთელი ციკლი სელენა ლილიძის გავიარეთ და მოვედით თხის რქამდე ბოლო იყო მშილდოსანი დავასრულეთ და თხის რქამდე მოვედით და შემდეგ კი სამი ნიშანი დაგვრჩა და ამასაც გარკვეულწილად ვეცდები რომ გავიარო თქვენთან ერთად სელენა და ლილიძის შემთხვევაში ეს როგორ მუშაობს ხარი უბერავს და თხის რქა მოდით ესე ვთქვათ ადრე კი გავიარეთ ესე პლანეტარულ დონეზე მაგრამ მაინც უნდა ვახსენო პლანეტა სატურნი მართავს თხის რქას და მინდა რომ მე გახვედროთ კიდევ უფრო ვისაც სელენა გყავთ მაგალითად თხის რქაში რა ენერგეტიკა შეიძლება თქვენ გქონდეთ ხო აი რა არის ნათელი ენერგია ხა სელენას ენერგიით ჩვენ უკავშირდებით რაღაც ძალიან ესეთ კოსმიურ სინათლეს კოსმიურ ვიბრაციებს ესე ვეძახით ხოლმე ნათელ ენერგიებს ესე რელიგიურად რო შევხედოთ და რა არის ეს ნათელი ენერგია რაში არის ხო სატურნის ენერგია ჩვენთან არის მსახურება მეგობრებო ეს არის მოთმინება დიდი ეს არის მინიმალიზმი აი სატურნი არ არის ფუფუნება ეს არ არის რომ აი ხაზ მდიდრული ცხოვრება ქონდა ან დიდი შინაგანი ემოციები და ვნებათა ხელვა და აი როგორ სელენა ლომი მაგალითად ეხლა ცაზე შემოვიდა სელენა ლომი გავაკეთე ამაზე ვიდეო ისაც და გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ფარველი ანგელოზი ლომში გადავიდა ტრანზიტში და ეს არ არის ეს ლომი ხო აი რაღაც დიდი შინაგანი ემოციები შემოქმედა სატურნი არის მინიმალიზმი როცა წყალზე და პურზე ვზივარ როცა ყველაფერზე უარს ვამბობ და ვემსახურები რაღაც დიდ საქმეს, ვემსახურები სხვებს, მაგალითად. სატურნი ყოველთვის მსახურებასთან არის მეგობრებო კავშირში. ეს არის აი როგორი უპირობო მსახურება, იცით, მინიმალიზმის დონეზე. ადამიანი სული შინაგანად, ეს იყო კარმულ ასტროლოგიით თუ შევხედოთ წინაცხოვრებებში, ეს იყო თავის მსახურებაში ძალიან მყარი, ძალიან შინაგანა ძლიერი აი მყარად რო ვდგავართ ხო რაღაც საძირკველზე რომ მყარად ვდგავართ და ეს სიმყარე იყო თავის რწმენაში რომ ის რაღაც ჭეშმარიტებას ემსახურება მისი აი ეს მაგალითად მსახურება არის რაღაც უფრო დიადი და უფრო მნიშვნელოვანი და ეს ღირს ის მსხვერპლი რასაც იღებს მაგალითად თხის რქა სელენა იმაში რომ ის მან უარი თქვა სავარდოდ ამ ფუფუნებაზე უარი თქვა რაღაც დიდ ამბიციებზე გაფართოებაზე ის ემსახურებოდა სხვებს აი ქრისტეზე ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი თხის რქულის აი რომ შესწირა თავი მაგალითად ძალიან ბევრი ის არის ხოლმე რუკები იდება ქრისტესი ძალიან ბევრი იესო ქრისტესი და აი მე გულახდილად რო გითხრათ რატომღაც მგონია აქ ნუ სხვადასხვა რუკებით მაგალითად ზოგჯერ შეიძლება იყოს სელენა თხის რქა ლილიტი ვერძით მე აი ამ ვიბრაციაში მგონია ან სელენა ვერძი ლილიტი თხის რქით ან ლილიტი ვერძი სელენა თხის რქით აი ეს ენერგია ჩანდა უფრო მასში ახლა ისე რო გითხრათ ენერგეტიკული დაჭერით ესე ჩემი გადასახედიდან იმიტომ რომ თხის რქა არის აი ეს გამოსყიდვა ცოდვების ხვების
აი თვითონ ენერგეტიკა ესეთი არის. ნუ ვერცი არის იდეალები და რაღაცნაირად თავის გაწირო ამ ყველაფრისთვის უკვე სიკვდილით, ხო? აი მაგიტომ მგონია რომ აი ეს ღერძი უნდა ყოფილიყო იდეა თვითონ ქრისტესი. შეიძლება ხომ თავად რუკაში ესეთი რამე არ ქონდა, მაგრამ იდეა ეს იყო მისი და აი ესეთი იდეა თვითონ თხისრქის ენერგიის, ხო? უმაღლეს მეში. აი უფრო ესეთი არის, რომ სადღაც ეს ადამიანი სხვებს ემსახურებოდა ან ემსახურებოდა იდეას, მაგალითად, იქ სახსაქ მნიშვნელობა სელენა სად იყო, რომელ სახლში არის, იმიტომ რომ იმ სახლის ზონაში ემსახურებოდა ადამიანი რაღაც იმ დიდ იდეას. შეიძლება იყო იოგი, შეიძლება იყო ღვთელმსახური, მაგალითად, რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა, წავიდა იქ ბერად და სახურობს აი წყალზე და პურზე. ან ასკეზი ქონდა ძალიან სერიოზული, ან მაგალითად აი ესეთ შეზღუდვები დაიწესა სულიერი განვითარებისთვის, სულიერი წვდომისთვის, შეზღუდვები, კვებითი შეზღუდვა შეიძლება იყო სიამოვნებების შეზღუდვა, შეიძლება იყო ფუფუნების შეზღუდვა. ოღონდ ეს არ ემსახურებოდა რაღაც ლილიტ თხისრქულ აბსურდს. ეს იყო შეზღუდვა მართლა რაღაცა მნიშვნელოვანისთვის. მართლა აი მსხვერპლი რო გაიღო ადამიანის სულმა და აი აქ აშენა საკუთარი ბუნების სიმტკიცე, სატურნი, ხო? ეს არის რომ აი სადღაც დისციპლინაში, შეზღუდვებში გავდივართ რაღაც დიდ შედეგზე. აი ამ დისციპლინაში იძერწება ადამიანის ხასიათის სიმტკიცე, მიზანდასახულობა და აი ეს მიზანდასახულობა კარიერული, მაგალითად, აქ შეიძლება არ იყოს ფლად სუფთა კარიერაზე ლაპარაკი, რომ ეხა აი კარიერაში მივაღწიო რაღაცას. აქ არის უფრო საუბარი იმაში, რომ აი ხედვა, რომ აი მე ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, ან როგორ მივაღწიო, ან სხვებს ვეხმარები ამაში, ან სხვებს ვეხმარები დისციპლინით, რომ რაღაც დიდ მიზნებს მიაღწიონ. აი ეს შიგნით ცხოვრობს ელენა თხისრქაში ყოველთვის. ყოველთვის ცხოვრობს აი ეს შინაგანი სიმყარე, შინაგანი ხელმძღვანელობის ფსიქოტიპი, სხვათა შორის ნაპოლეონი იყო სელენა თხისრქა და აი ეს რაღაც პოლიტიკური ხედვები და ინტერესი რო წამოუვიდა და ეს რაღაცნაირად ისეთი მყარი ფიგურა, ოღონდ ლილიტ მშვილდოსანში გადავიდა მერე, აურია მაგრად. მშვილდოსნურად აითქვიფა და როგორც წესი ეს არის ელენა ლილიტის ღერძი, მეგობრო, ვიწყებთ კარგად ვამტავრეთ ლილიტით ხოლმე. ამ პირიქით ვიწყებთ ლილიტით და მერე ვხვდებით და მერე გადავდივართ უკვე ელენაზე. ყოველ შემთხვევაში აი ეს თხისრქული სიმყარე შინაგანი, ხო? ეს მათში დევს, მათ შეუძლიათ საკუთარი პასუხისგებლობით, საკუთარი სიმყარით ზურგი იყვნენ სხვებისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ ზურგს ვამბობ და არა ლილიტით თხისრქები რომ ჩამოიკიდებენ ხოლმე მთელ ზოგჯერ ქვეყანასაც კი, აქ ამაზე არ არის საუბარი. და ასევე მეათე სახლზეც ვლაპარაკობს ელენა მეათე სახლზე. მეათე სახლი უფრო მამის გვარია ხოლმე, მამის ენერგეტიკა არის, პასუხისგებლობები გვარში, იერარქია და აი აქ რაღაცა ნათელი შეიძლება მოყვება ადამიანს ზურგი პასუხისგებლობა იერარქიული, ხო? აი ეს რაღაცნაირად შინაგანი მამის ხაზიდან რაღაცა ნათელი მოყვება, რაღაც სწორი გადანაწილება იერარქიის პოტენციურად ეს არის ხოლმე. მაგრამ თხისრქა ეს არის სატურნის ენერგია, მეგობრებო, ეს უნდა იყოს ან ხელმძღვანელი, ან უნდა იყოს რაღაც აი თავისი ფირმა, თავისი საქმე კონდეს, თავისი სტრუქტურა შექმნას, თავისი სისტემა შექმნას, სისტემის შექმნა არის სატურნის ენერგია, მეგობრებო. ლილიტით თხისრქა თუ ყველა სისტემას ანგრევს, ან ყველა სისტემას ეწინააღმდეგება, სელენა პირიქით ეს არის ნათელი კონსტრუქციული ენერგია, მას შეუძლია ახალი სისტემა შექმნას. და ეს აი სისტემა იქნება ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ნათელი, მაგალითად, ვიდრე სხვებთან შედარებით სხვას შეუძლია გააკეთოს, ხო? ანუ აი სისტემა, როგორც აი მე ჩემი საქმე, მე თვითონ შევქმენი სიტყვაზე, მე თვითონ ვაკეთებ ამ ჩემ სისტემით. რაღაც აი სისტემა მაქვს, აი თუ ექიმი არის, მაგალითად, თავის სისტემით მუშაობს, თავისი ხედვა აქვს, მაგალითად, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და რომელიც ეხმარება ადამიანებს, ხო? აი სისტემები ეს თხისრქა არის. ასევე იერარქია არის თხისრქა. სელენას შემთხვევაში ოჯახში სწორად იყო რაღაც გადანაწილებული იერარქია, მაგალითად, პასუხისგებლობების ნაწილი შეიძლება სწორად ყოფილიყო. ან ადამიანს მოუწია სადღაც
თუნდაც ცუდი იერარქიულ სიტუაციაში თვითონ არ დაკარგა ეს შინაგანი იერარქიულობის განცდა, ხო? შინაგანი სიმყარე არ გადაკარგა და სელენა დაეხმარა ამაში, ხო? მაგალითად, ხა ყოველთვის არის, რომ სელენა არის ის ენერგია, მაინც რაღაც კუთხით ოჯახმა მოგვცა ეს სელენას ენერგია აქ, ისე არ ხდება, მაგრამ ცით რას ვაკვირდებოდი ხოლმე, როცა კარმულ ასტროლოგიაზე ვლაპარაკობთ, ხო? მაგალითად, ახლა თუნდაც ჩემ პირად ცხოვრებასაც რომ ვაკვირდებოდი, ხო? აი, ისეთი გარემო იყო, მე დავიჭირე ჩემი სელენათი, მაგალითად, აი, ვერ იმოქმედა რაღაცა გარემომ ჩემზე, მაგალითად, ჩემი შიდა რესურსით, ხო? აი, ჩემი შიდა ბუნებით და ამ ბუნებაში რო გავდივართ, ეს არის კარმული ასტროლოგია უკვე, ეს არის წინაცხოვრებები, რომელიც აი ისე არ არის, რომ ახლა სელენა თხისქაზე რო ამბობენ, რომ მათ მოუწიათ, მაგალითად, ხვისიშვილების გაზრდა, თავისთავი გადადო, რომ ოჯახზე აიღო პასუხისგებლობა, მოუწიაზე არ არის, თუ არა გაქვს ეს ენერგეტიკა, ვერაფერი ვერ მოგიწევს, იმიტომ რომ შინაგანი ღერძი თუ არ არის ნათელი ამ ენერგიაში, კარმული რაღაც არჩევანი, აი სული რომ მოდის ამ ცხოვრებაში, მას აქვს უკვე შინაგანი ენერგეტიკა, რომ მე ესმინდა, ხო, რაღაცნაირად მე ამ ენერგეტიკაში კარგად ვარ. ანუ აქ სულიერ სამყაროებში გავდივართ აუცილებლად და თუ ეს არ არის, ვერაფერი ვერ მოგიწევს, იმიტომ რომ მაშინ არაავთენტური მე იქნები, მაშინ შეიძლება აკეთო ის რაც არ გინდა და ცოტა ხანში ან სიმსივნე დაგემართოს, ან რაღაც უბედური შემთხვევა დაგემართოს, ანუ ესე არ ხდება. ანუ ჩვენ თუ ვეწინააღმდეგებით ჩვენ შინაგან ბუნებას, ეს ყოველთვის ძვირად გვიჩდება. არ მიდის აქ კარგად საქმე, აი ფროიდი რო ამბობდა ხოლმე, რომ შეიძლება მაგალითად აზიური სამყაროს რაღაც დიდი ნაწილი ეს მუსულმანურ იმას რო ამბობ, აგრესიულ მუსულმანურ სამყაროებს და არა ჩვეულებრივს. იქ რო არის ბევრი შეზღუდვები, ხო, თუნდაც იქ მორალური თუ ინტიმური თუ რაღაცა მიდიან, მე იარაღს იღებენ ხელში და დარბიან, ხო? აფეთქებენ ხელს, ხო, სიტყვაზე. ანუ დაგროვილი ენერგეტიკა ხელოვნურად შეწყვეტილი, ის აუცილებლად გადადის რაღაც დესტრუქციაში და მე ბევრ პრობლემებს იწვევს. ამიტომ არის საუბარი, რომ ისე არ ხდება კარმულ ასტროლოგიაში, რომ აი მოუწია და აი გადაწყვიტა და აიღო. ეს მისი იყო, მისი ენერგეტიკა იყო. მან არჩევანი გააკეთა სულიერ დონეზე, რომ აქ მე მჯერა, რომ აი ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ რაღაც დიდს ვემსახურები, ანუ მისი რწმენა შინაგანი, ხო, მისი კავშირი რაღაც სულიერ ენერგიებთან. მაგიტომ აი სულ იცით რას ვცდილობ ხოლმე, თუნდაც ჩემი ვიდეოებით, თუნდაც პირად კონსულტაციებით, აი სულ მაგ ხოლმე რაღაც იქითა სამყაროსა და აქეთა შორის რო ხარ სულ. აი თითქოს რომ ვცდილობ, რომ აი გაიხსენო ვინ ხარ სინამდვილეში სულიერ ენერგიებთან კავშირი. თითქოს აი სულიერი სამყაროები, ნათელი ენერგიები, რომ ეს შემოვიყვანოთ ჩვენში, იმიტომ რომ აქ თითქოს ხედავ, რომ ხანდახან არის გაწყვეტილი კავშირი და თითქოს რომ უნდა დაუბრუნდეთ ხოლმე რაღაც ნათელთან. ჩვენში რაც არის ეს ნათელი, ხო, გავიხსენოთ ეს და აი ეს ენერგია, რომ უნდა შემოვიყვანოთ ეს ნათელი ვიბრაციები იქ რელიგიურ ენაზე მთავარ ანგელოზებთან კონტაქტი გქონდეს, ეზოთერულ დონეზე ნათელ ენერგიებთან კონტაქტი, ფსიქოლოგიურ დონეზე რაღაც ჩვენ შინაგან ნამდვილმესთან კონტაქტი. ეს ნამდვილი მე რა არის, გადის პირდაპირ იქითა სამყაროებთან, ხო, ნათელ ენერგიებთან გადის. ეს არის მთელი ჯაჭვი აქ, ხო, სელენაზე როცა ვლაპარაკობ. ამას რო ვწყდებით, მე ჩვენ ხვდებით უკვე ჩვენ შინაგან ბავშვთან, რომელმაც საერთოდ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, წარმოდგენა არ აქვს, არ აქვს თანადგომა და ირევა და იკარგება მერე, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სელენა თხისქრებმა ის გააცნობიერონ, რომ აი ეს ასკეტიზმი მათში სიმშვიდე, სატურნის სიმშვიდე არის. ის მოთმინება ძალიან დიდი, უსაზღროდ დიდი მოთმინება აქვს შინაგანად, უსაზღროდ დიდი პრაგმატულობა აქვს, მაგალითად თხისქრა, ხო? ეს პრაგმატიზმი არის, სატურნის პრაგმატიზმი არის, რომ მე ვიცი როგორ უნდა მივაღწია ის აფეხურებით, ნაბიჯ. აი მიზნებთან როგორ მივიდე, ის ძალიან კარგად იცის თხისქრამ და ამავე დროს მისი საქმიანობა ყოველთვის არის ისე, რომ სხვებს ეხმარება ამ მიზნებთან მისვლაში. სხვებს, აი ეს არის რა ალტრუისტული ენერგია არის თხისქრა, რომ აი მე ჩემთვის არ უნდა ვაკეთო ეს, ჩემი პირადი კარიერისთვის არ უნდა ვაკეთო, მე სხვებს უნდა დავეხმარო აქ, ხო? აი ეს არის მათი მთავარი კარმული ფუნქცია ხოლმე. აქედან ხვდებიან კარგი ხელმძღვანელები მაგალითად, იმიტომ რომ მათი მიზანი არ არის, რომ ჩემი ეგო აქ განვამტკიცო, მათი მიზანი არის, რომ აი ჩვენ ერთად, აი მე მაგალითად შემიძლია სხვებს დავეხმარო რეალიზება მოახდინონ საქმეში თავის. აი ეს არის უკვე სუფთა თხისქული, ნათელი თხისქული ენერგია, ხო?
კარგი სელენა თხისრქა ეს არის ადამიანი, რომელიც ხებს ეხმარება განვითარებაში. და ლიტი თხისრქა ტკეპნის პირიქით, არ ანვითარებს არავის და მხოლოდ თვითონ უნდა რომ აქ მოკაჩოს ყველაფერი და თვითონ უნდა არაცნობიერში თქვას, რომ არა მარტო მე ვარ მაგარი, ხო? ანუ აბსოლუტურად სხვა мотивация არის, სხვადასხვა ენერგია არის აბსოლუტურად აქ, ხო? და აი სელენა თხისრქას ეს აქვს, რომ მისი მთავარი კოსმიური მისია ეს არის თავის სიმშვიდით, თავისი მოთმინებით, ნენელა ფეხზე დააყენოს ხვებით, შექმნა სისტემები, ამ სისტემას იმსახუროს, იქნება ეს პრაქტიკები, სხვადასხვა საქმიანობა იქნება თუ რა, აი ემსახუროს სისტემას კარგად. როგორც კი წავა იქ ეგოცენტრიზმი ან მე ჩემთვის მინდა მარტო, ეს ნაკლებად რო წავიდეს, იქ ალბათ ლიტი ჩაირთვება და ლიტის სხვა ზონაში იქნება, სხვანაირად მიგვიდიდებს, ძალიან ბევრი მყავს ჩემს ირგვლივ სელენა თხისრქა ლილიტი ვერცით. ძალიან ბევრი არიან ამ პერიოდში დაბადებულები და სულ ესეთი პრობლემა აქვს. სიმშვიდე, შინაგანი სიმყარე, აი ამ უძრაობიდან ვერ გამოსვლა და ვერძი ზიანდება მანდ, ხო? ანუ სადღაც აი ამ უძრაობიდან დაიკარგა თვითრწმენა, ენერგია, მოქმედების ენერგია დაიკარგა, იმიტომ რომ ძალიან სიმშვიდეში არიან ხოლმე შინაგანად აი ჩამყარებულები და აი ეს ვერძული მაგალითად სიხალისე, მოძრაობა, თვითრწმენა, ოღონდ მოქმედებაში ან საკუთარი თავის მიღება, მაგალითად ბავშვურად. აი ეს არის ხოლმე სადღაც დაკარგული, ხო, მერე და აი ეს ინტეგრაცია არის საჭირო ხოლმე მერე ლილიტის ის თავიდან არის გასაზრდელი ეს ლილიტი, იმიტომ რომ თავიდან ლილიტი რა არის, ახლა ჩვენ შინაგანი ბავშვი, რომელსაც რაღაცები ძალიან სერიოზულად დააკლდა. და აი ეს უნდა გავზარდოთ ხოლმე თავიდან. და აი ეს თხისრქა ესე უყურებს რაღაც ძალიან სერიოზული გურუ ამ ვერძს მაგალითად ეს შიდა პოლარობები რო გავშალოთ ხო არაცნობიერში ესე ძალიან ზევიდან უყურებს არანძრევინებს ხელს რომ ესე თითისქნევით რომ არა პრაქტიკულია არა პრაგმატულია ეხლა შენ ესე არ ღვევ ეხლა შენ ესე არ ღვევ მოდი გაჩუმდი არიჩხუბო ან პირიქით რაღაცნაირად ჩეკავება ხდება დიდი ემოციების და მე მიდის უკვე ეს ვერძული დესტრუქცია, ხო, სადღაც აი საკუთარ თავთან ჭიდილი კონფლიქტი მიდის, ხო, სადღაც. აი ეს მოდი ესე ვთქვათ, შინაგანი ბრძენი გურუ და პატარა ბავშვი, რომელიც ძალიან გაპრაზებული და ძალიან ჯაჭღანა არის, ესე რომ ვთქვათ. ამათ შორის მიდის იერარქიული გარკვეულწილად შეზღუდვები და მანდ არის საჭირო შინაგანი შეხვედრა საკუთარ აი ამ შინაგან ბავშვთან, ამ შინაგან აი ამ ბრძენს უნდა უთხრათ, რომ მოდი ცოტა ისე სხვანაირად შეხედე ამ ვერც ბავშვს, ხო, ესე რომ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ეს პოლარობები არის, ხა მეც ჩემ თავში ხა რო შევხედე ჩემ თავს რაღაცა დავინახე ის მეცხრე სახლი გურუ ძალიან ფილოსოფიურად ყველაფრის იმაში რო არის და აი ეს მეორე პატარა ბავშვი აი ისე არის რომ აი სულ როთიც უქნევ რაღაც კუთხით რა ეს აქ ყველას აი თერაპიულ შეხვედრებში ყველას ეს აქ რომ ის ზედა ჩაგრავს გვედას ესე რომ იერარქიულად გადავანაწილოთ ხო არაძლევს საშუალებას იმ შინაგან ლილიტურ ბავშვს გამოვლინოს თავით რომ ამან იცის ბევრი რაღაცა და იმან არ იცის. მე ის თუ წამოიწია წინა პლანზე, მე იმას აჩერებს და ის უკვე უკონტროლოდ მიდის. აფუჭებს ყველაფერს. ეს არის მე ნეგატიურ კარმაში რომ გადავდივართ და თავდაპირველად ის ნათელი ენერგია არის აქ ცოტა პრობლემა რომ სადღაც შიდა კონტაქტი არ მოხდა გარკვეულწილად, ხო? აი ეს ძალიან მოკლედ რო აგიხსნათ მთელი ფილოსოფია ეს არის ხოლმე. ლილიტის შემთხვევაში აქ პირიქით მიდის ეს ყველაფერი აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ჩავიმთვარეთ ხისრქა, ეს არის პასუხისგებლობებისგან ან ტოტალური გაქცევა, სხვათაშორის ლილიტი სატურნის შეერთებაც იგივე ენერგიას იძლევა. ეს არის შინაგანი სიმკაცრე, შინაგანი სიჯიუტე. უკიდურესად ჯიუტი შეიძლება იყოს ადამიანი, ან უკიდურესად დომინანტური, უნდათ ძალაუფლება, უნდათ ყველაფერი და ყველა აკონტროლონ. მაგალითად, ეს გარედან რაც ჩანს, ხო? აი ესე უნდა ეჭიროს ყველაფერი, ასე ზის სადღაც პოსივით, ყველა მასთან და მივიდეს და ამან უნდა აიღოს ყველას კარმა და პასუხისგებლობები, ხო? აი თუნდაც ახლა ისე უნდა ჩავრთო ივანიშვილი ლიტითხის, კიდევ ვერაცნობიერებს რამხელა პასუხისგებლობა აიღო მთელ ქვეყანაზე და მთელი მომავალი
ხალხის როგორი ბედი ექნებათ მათ, ყველაფერს განსაზღვრავს ეს ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს ამ პასუხისგებლობას სადღაც, ხო? აი, სელენას შემთხვევაში ძალიან კარგად აცნობიერებენ ამას და ზუსტად ეს არის მათი ნათელი კარმა, რომ აქ შეუძლიათ ეს ალტრუისტული თემა და ლილიტი არის ეგო. მე მგონია, რომ შემიძლია ეს ყველაფერი ვზიდო. მე მგონია, რომ ვარ საკმარისად მაგარი და ზუსტად იმიტომ, რომ არაცნობიერში ძალიან დაკარგული ვარ, ძალიან დაუფასებელი ვარ შინაგანად, ძალიან გაციებული, გაყინული ვარ, აქ სატურნის მეორე უკიდურესობა შემოდის, სიცივე, უკიდურესად დიდი სიცივე, უკიდურესად დიდი გაყინულობა, აი საკუთარ თავთან რო არიან შინაგანად რაღაც აი ძალიან გაციებულები და მოწყენილები, მათი შინაგანი ბავშვი, მოდი ესე ვთქვათ. ეს ფსიქოლოგია იძახის შინაგან ბავშვს, მე ცოტა სხვა რაღაცას ვეძახი, ხა თერაპიულად ცოტა სხვა რაღაცაზე გავდივართ ხოლმე. მანდეს შინაგანი ბავშვი იმდენად არ არის, როგორც მიწიერი განსხეულებული ეგო მე, მაგალითად, ხო? იმიტომ რომ ეს მიწიერი ენერგია არის ლილიტი, მაინც აქ რა დააკლდა ადამიანს, ოღონდ მიწიერად, აი აქ მარტო ეგო არის, სუფთა ეგო არის ლილიტში, მეტი არაფერი და ის იმსახურებს, რომ ამ ეგოს კონდეს ის, რაც მას უნდა, ამიტომ არის ლილიტის დამუშავებაზე რომ ვლაპარაკობთ, რომ უნდა შევიდეს ადამიანი, ხა ლილიტი კურო რო არის, უნდა ეცადოს, რომ მატერიალურად კარგად იყოს, იმიტომ რომ კარმულად ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დააკლდა რესურსების კუთხით, ხო, სწორი გადანაწილება არ ქონდა რესურსების და ეს უნდა მივიღოთ აუცილებლად, ოღონდ კონსტრუქციულად უნდა მივიღოთ და ჩვენი შრომით უნდა მივიღოთ და არა ესე სხვებისგან, ანუ გვინდა მაშინ სერიოზულად უნდა ვიშრომოთ, რომ იქამდე მივიდეთ. ლილიტი თხისქის შემთხვევაში უნდა იშრომოს ჯერ საკუთარი ეს სიცივე, ეს დაუფასებლობა, ეს სიმკაცრე, რაღაცნაირად მოდით ესე ვთქვათ, უმკურნალოს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისგებლობა, საკუთარ შინაგან ემოციებზე აიღოს პასუხისგებლობა. აი სიმყარე, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი და ენერგეტიკა მანდ არ არის, აი როგორი რაღაც არის, იცით ლილიტი, რომ აი სხეულებრივად და მთელი ფსიქოლოგიური ემოციით ვაკეთებთ ამას, მაგრამ ხერხემალი არ არის. არ არის აქ შინაგანი ფსიქოლოგიური კარმოს ვეძახეთ, კარმული სიმყარე არ არის აქ, ხო? და მე ნენელა აი ეს აშენებული ვითომ სისტემა, აი ტაროში არის ესეთი კოშკი, არკანი და აი ეს აშენებული სისტემა და კოშკი არის, რომ ინგრევა ეს კოშკი, ცეცხლი არის, ხალხი იყრება აქედან. აი ეს არის ლილიტი თხისქის ჩემი აზრით სიმბოლიკა რა, რომ აი აშენებს რაღაცას და ანგრევს მერე თვითონ, ან აშენებულს ანგრევს სისტემას და გონია რომ აშენებს და სინამდვილეში სხვების აშენებულ სისტემას ანგრევს. მე ხლა ვლაპარაკობ რა თქმა უნდა ყველაზე დესტრუქციულ ლილიტზე, ხო, აი ლივანიშვილის დონის ლილიტზე ვლაპარაკობ უკვე როცა მოვიდა უკვე ადამიანი, ლილიტი მეათე სახლი ყავს პუტინს მაგალითად და ადრეც თქვი ძალიან ისეთი ფიგურები, ვინც ნუ ესეთი დესტრუქციული შემოიტანა სამყაროში ენერგია ლილიტი თხისქა, ან მეათე სახლი შეიძლება ყოფილიყო, ხო? ანუ ცოტა შავი ენერგია, ესე ყველაზე ძლიერი არის ლილიტი თხისქაში და შავი ენერგია ხა ესე ცოტა ზედაპირული ძველი ხედვა არის, მაგრამ მაინც ეს არის ცოტა დარქის ენერგია, ხო? ესე რომ თქვა სატურნი ლილიტის ასპექტი ოპოზიციაში ერთება, კვადრატურა ზუსტი უნდა იყოს, ოღონდ მსგავსად მუშაობს. ამბიციურობა არის ძალიან დიდი და ამ ამბიციურობაში ეს რაღაც ეგო, იმიტომ რომ სატურნი ეგოს თემები არის, ძალიან გამოხატული ეგო, ეს სატურნის ენერგია არის. ისედაც პირად რუკაში სატურნს რო უყურებ, იქ უყურებ სადაა სუპერ ეგო ადამიანს, ეს სოციალური შიშები, აქ რამე არ შემეშალოს, რომ სოციუმ არ გამრიყოს და საბოლოო ჯამში სატურნთან სიკვდილის გავდივართ ხოლმე, ხო? და აი ლილიტის შემთხვევაში ზუსტად ეს ეგოს თამაშები არის, ოღონდ უკვე სუპერ დონეზე. და ამ ეგოს თამაშებში ნენელა ამ სიცივით, სრული სიცივე შინაგანი, სრული არ მოსმენა საკუთარი სხეული, საკუთარი მესი და გადადიან მერე კირჩხიბში, ოპოზიციაში, ხა? და ეს კირჩხიბი რა არის? უკვე ნერვები უმტყუნებს, ჯანმრთელობა უმტყუნებს, ფსიქოლოგიურად ჭედავენ. აი ხა ივანიშვილზე რომ ამბობდნენ რომ შიშები დაეწყო, კირჩხიბში არის გადასული და მაგიტომაც არის ესე ჩაკეტილი სადღაც, ხო? და ზოგადად ჩაკეტილობა
ეს თხისრქის ნეგატივი არის. სელენა თხისქა თუ სადღაც კლდეში თავისთვის არის და სხვა შორის მინერალებთან და თებთან ურთიერთობა სელენა თხისრქისთვის ეს წამალივით არის, იმიტომ რომ მინერალებს თხისრქის ენერგია მართავს, პირდაპირ ქვაში შექმნილი რაღაცა ენერგია, ხო? აი ეს არის თხისრქის პრინციპი, სხვა შორის მე სატურნი იუპიტერი შეერთება მაქვს და სატურნი ხო ესე თხისრქული ენერგია უნდა გავხოთ ერთი წუთით. აი ეს ჩამოვიტანე რაღაც ძალიან ისეთი მისტიური ციხესიმაგრიდან, ავსტრიიდან. აი ესეთი მინერალი, თისბროლი. ძალიან ესეთი ადგილი იყო ეგ ხათი შორის ცოტა ესე სამახსოვროდ წამოვიღე და რაღაც ენერგეტიკულად ძალიან რომ მივიღე. ეს არის ტიპური თხისრქული, თამთვარი თხისრქა მყავს. თხისრქული ენერგეტიკა არის ეს. სელენა თხისრქებს ძალიან ეხმარებათ მინერალები. აი ამ ენერგეტიკასთან აქვს რაღაც სხვა მისტიური კავშირი. იმიტომ რომ აი ეს ფორმა ყარი, აი ნახეთ როგორი არის. ენერგია არის სიმყარეში ჩასმული, ხო? აი ეს არის სიმბოლიკა სელენა თხისრქის კლდეები, სალი კლდეები, აი ეს სიმყარე მათში დევს და ეს არის სელენას ენერგია. და ლილიტის შემთხვევაში ხა იმას არ ვამბობ რომ მინერალები არ ვარ გამათთვის, მაგრამ აი ეს სიმყარე არის ცოტა ფეიკი. არა აქვს სიმყარე. რეალურად შიგნით არა აქვს სიმყარე, ეს არის თამაში იმისი, რაც მე ძალიან მაწუხებს და მე რომ მინდა ყველა მოვქაჩო ჩემ მხარეს, ზუსტად იმიტომ რომ იმდენად თავში დაურწმუნებელი ვარ, იმდენად აზიარა ვარ როგორ მოვქაჩო. მე გადადიან ტირანიაში ზუსტად ამიტომ. რა არის ტირანია? ფეხების ბაკუნი პატარა ბავშვის რომ დავამტკიცო რომ მე შემიძლია. იმიტომ რომ ვიცი რომ არ შემიძლია. აი კარმულ დონეზე ეს არის და ამიტომ ლილიტმა თხისრქამ ეს ჯერ-ერთით სუიზიდავენ ცუდ უფროსებს და სულ კონფლიქტები აქვთ, ან უსამართლო დექცევიან უფროსები, ან მამა ოჯახი მკაცრი ძალიან აი რო ჩალპა უკვე ეს კომუნისტური ეს ისეთი იერარქიული სისტემა რა, აი ძალიან პრინციპები რო იყო ოჯახში, როგორ შეიძლება ქალი სიგარეტს ეწეოდეს თემა, აი წარმოიდგინეთ ახლა, ხო, აი ამ დონის ჩაობებული რწმენა წარმოდგენები, ეს ძალიან აქტიური ლილიტის გულისხმობა, ყველა ესე არ არის, რა თქმა უნდა. აი ეს იერარქიული განცდა იყო ოჯახში უკვე ძალიან დიდი და შეიძლება იმხელა პროტესტი იყოს უკვე თხისრქაში, რომ საერთოდ დაამხოს ყველაფერი და გადავიდეს კირჩხიბში. ძალიან გზნობიარე, ემოციური ადამიანი გახდეს, არ აქვს მშობა ქალია თუ კაცია. შეიძლება გახდეს ძალიან ესეთ ფემინურიც კი, ხო? ან აგრესიული ძალიან, ხო? და აგრესია სიმღერაში დოსტოევსკის ჰქონდა მყავდა მეათე სახლში შავი მთვარე, ებრძოდა ხელისუფლებებს, სისტემებს ებრძოდა, არაცნობიერში მამას ებრძოდა. ანუ არაცნობიერში ლილიტი თხისრქა, აი ივანიშვილს ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა ვითომ ძალიან აღმერთებდეს თავის ოჯახს, წინაპრებს. არაცნობიერში მისი ეს აგრესიული სისტემების დანგრევა არის თავის წინაპრებთან, მოდი ესე ვთქვათ, უხეშად ვიტყვი, ჩემი წარმოდგენით, აი წინაპრებთან არა იმდენად, იმ ენერგეტიკულ ცოტა ესეთ სიძველ მომპალ სისტემასთან ბრძოლა არის, ესე რომ ვთქვათ. და შეიძლება ახალი მომპალი სისტემა ჩაანაცვლოს ზუსტად, იმიტომ რომ სხვა არ იცის მაგალითად. ხო, ეხლა ძალიან ისე კრიტიკული ვარ, მაგრამ ეხლა კონსულტაციაზე ესე არ ვლაპარაკობ. ცოტა სხვანაირად ვლაპარაკობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ რა ვქნა ეგრე არის რა. სიმართლე ყანდაყან უნდა ითქვათ. ჩემი სასწორი სულ ორ სკამზე ვარ ხოლმე ზოგჯერ აღარ მუშაობს ეს. ეს ზედმეტი დიპლომატიები, ნუ მანდ ეს არის, მე ესე ვხედავ კარმულად, რომ ეს ადამიანი ანგრევს თავის წინაპრების რაღაც აი ძალიან გოიმურ ძველ მომპალ სისტემას და იგივეს ქმნის, იმიტომ რომ სხვა არ იცის. ეგ არის ხოლმე ყველაზე დესტრუქციული ლილიტი, თუმცა სელენა ყავს ძალიან კარგი და ძალიან კარგად ჩართული და ძალიან დიდი პოტენციალი ქონდა. ოღონდ აი ნაპოლეონს რაც ყოველთვის ეგრე არის, მეგობრებო, აი როცა სელენას კუთხით ვიწყებთ, მე გადავდივართ ლილიტში. იმიტომ რომ ლილიტი არ არის დამუშავებული, იქ გაგვექცევა ხოლმე. ამ დროს სელენა შეიძლება სული, ნათელი, ძალიან კარგი კონდეს, ძალიან კარგი ენერგეტიკა კონდეს ადამიანში, მაგრამ ძალიან ადვილად ხდება მერე ამისი ჩახსნა რაღაცნაირად, ხო? ანუ ძალიან მალე შეიძლება ჩვენ ნეგატიურ ველში გადავიდეთ ხოლმე. ანუ ესეც ოკეი არის, ესეც გასავლელი არის ხოლმე რაღაც ეტაპზე.
და მაგალითად ადრეც თქვი ტიტანიკის კაპიტანი ლიტით ხისრქა იყო ძალიან სერიოზული მყარი აი ჩააბარეს ყველაფერი ამდენი ადამიანის სიცოცხლე პირველივე გასვლაზე ამხელა აყირავა ქემი ხო აი ეს არის რომ მან ვერ გააცნობიერა ის პასუხისგებლობა რაც მას ჰქონდა ხო ადრეც თქვი ეს ვიდეოებში და აი ეს მსხვერპლი ის მის პასუხისგებლობაზე არის მის კისერზე არის ენერგეტიკულ დონეზე და შამთვარი ხისრქაში იყო ლიტის დაბრუნება ჰქონდა ეგრე დაემართა ზუსტად ანუ ყველაზე დიდი ის რომ აი გადის ტიტანიკი და აი რა ყველაზე პიკი კარიერის მისი ლილიტმა ესე ფატალურად იმუშავა ხო ესე ხდება ხოლმე აი ეს არის ზუსტად ლილიტის ენერგია ამ შემთხვევაში და ხისრქის ენერგია. ამიტომ თუ აქვს ლილით ხისრქას ჩაბარებული რაღაც დიდი რაღაცეები და თან ცდილობენ რომ სადღაც დომინანტები იყვნენ, სადღაც აიღონ ვიღაცა, მამიკოები გახდნენ ვიღაცეები, ის გადადიან ტირანიაში აუცილებლად დესპოტიზმში. ესე წერია, მე ძალიან საყვარელი ლილიტით ხისრქები მყავს გვერდზე, ხა მაგია ეს არ შემხვედრია, მაგრამ წერია რომ სასტიკად ტირანები შეიძლება გახდნენ დესპოტები აი ადამიანის ემოციები კირჩხიბის ღერძი ხო ხდებით ლიტი კირჩხიბივით შემოდის აქ რომ აი საერთოდ ადამიანის ემოციები არაფრად ჩააგდოს ადამიანმა და აი პირიქით აი რაღაც ცივად მკაცრად მოახდინოს манипулირება და დომინირება. ეს ყველაზე დესტრუქციული კუთხე. ჩვეულებრივი ლიტით ხისრქა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს არის რომელიც კარიერაში რაღაცნაირად ან ვერ იწყობს, ან იდეალიზირება კარიერის, რომ აი მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა და მე ხვდება რომ მაინც არაფერი არ მოუტანა ამან, ან აქვს ხოლმე შინაგან თან მინდა, თან არ მინდა. მინდა, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ ამისთვის, რომ გავაკეთო ის კარიერა. ამ დროს აქ რეალიზება საჭირო არის ამ ენერგიის. ახლა ლიტით ხისრქა ყველაზე ისეთ აქტიურ შემთხვევაში მიდიან და ქალების შემთხვევაში თხოვდებიან ისეთ კაცზე, რომელსაც ყველაფერი აქვს და მყარი არის. ანუ მე რასაც ვერ ვაკეთებ, მეუღლის ხარჯზე, სხვა შორის ივანიშვილის ცოლიც ლიტით ხისრქა არის. მე რასაც ვერ ვაკეთებ, სხვის ხარჯზე ვიღებ, ოღონდ არის ამას ვიღებ ხელში და მართავ. ხო? ან ვახდენს ეგავლენას ამ ყველაფერზე, ხო? და ყველაზე აქტიური ლიტით ხისრქის შემთხვევაში რაც არის საერთოდ ვერ ერკვევია პოლიტიკაში. გონზე არ არის ასე, ისეთ სისულელე შეიძლება მითხრას ხოლმე ლიტმა ხისრქამ პოლიტიკაზე, რა აი ყვა ჩამოგივარდესო რომ ამბობენ ეს მოხდეს. იშვიათად ან თუ კარგად ერკვევა, მაგალითად გიორგი თარგამაძე რო არის ლიტით ხისრქა არის და მე ყოველთვის მომწონდა ერთადერთი გაწონასწორებული ჟურნალისტი რაც კი ყავს მეტი დანარჩენი მართლა გულახდილად ყველას გადავაგდებდი საერთოდ აი ყველას გადავაგდებდი და მაინც ყველას ებრძოდა აი აქ უკვე ლიტით ხისრქა არის აი სისტემებთან ბრძოლა ხელისუფლებებთან ბრძოლა შეიძლება ძალიან კონსტრუქციულადაც ხო თუმცა თვითონაც რომ შევიდა პოლიტიკაში ვერაფერი ვერ გააკეთა ну, საქართველოში ძალიან ძნელია რამე გააკეთო, მაგრამ აი სისუსტე გამოჩნდა სიტყვაზე, ეს ჩემი გადასახედიდან ვამბობ, ну, ობიექტურადაც ეგრე იყო, მაგრამ მაინც. და აი ეს არის ხოლმე ეს ლილიტის თამაშები, ხო? რომ შეიძლება ჩვენ რაღაცნაირად სწორ მხარეს ვითომ ვდგავართ, მაგრამ ლილიტის ენერგია არის, რომ სისტემას უნდა ვებრძოდე. და შეიძლება ძალიან კარგად ვებრძოდე ცუდ სისტემას და ამით ლილიტს ვამუშავებდე. ხო ხდებით ეს არის ყველაზე ისეთი კონსტრუქციული დამუშავება თუნდაც აი ეს რომ იმედში შევარდნა რომ იყო და ეს მთელი სტრესი რაც მან განიცადა ეს ლიტური ენერგია არის ყოველთვის ხელისუფლებები მათ ებრძვიან და თუ თვითონ ხელისუფლებაში არიან აი ივანიშვილის ვარიანტს ვიღებთ მე მოკაჩვა ყველაფრის და ცოტა ისეთი ტირანიაც ან თუ სუსტი ლილიტით ხისრქა არის ანუ არ ზის ამ ლილიტზე ესე აქტიურად უბრალოდ არაფერს არ გააკეთებს ეს ყველაზე კარგი ვარიანტი არის გარკვეულწილად ანუ ის რომ პოლიტიკაში მოვიდეს ხისრქა და რამეს ასიკეთო გააკეთოს ნუ ხა სელენას უყურებთ მანდ იუპიტერს უყურებთ მაგრამ მაინც ძლიერი ლილიტი არის წაიღებს მაინც ხო აი ამ მოკაჩვისკენ ან არაფრის კეთებისკენ მე აპუჩეჩებენ ყველაფერს, ხო? ეხლა მე ჩარჩოს გეუბნებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალიზმი, ადამიანის სულიერი განვითარება, მისი ოჯახური განვითარება, ძალიან ბევრ დეტალს ვითვალისწინებთ. მე ხა ჩარჩოს ზოგადად გეუბნებით, რომ ის მაინც ესე ვლინდება ხოლმე, ხო? და ესეც გასათვალისწინებელია. მე მგონი ეხლა ძალიან ისეთი
მომწერეს რომ თხის ხაზზე ცოტა ისე ისაუბრებ, იმიტომ რომ არ ლაპარაკობო თხის ხაზზეო და იცით რა ხდება? ხალწულზე თხის ხაზზე ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობ ხოლმე, იმიტომ რომ აქ არ არის ემოციები, აქ არ არის ღრმა რაღაც სიღრმეები, რაღაცეები, კრიზისები. აქ ძალიან მარტივად არის ხოლმე ხალწულში და თხის ხაზში ძალიან მარტივად არის ხოლმე საქმე, რომ ხალწულში არის პრაგმატიზმი, თავარი мотивация, წვრილმანების ზებნა, სახურება, ანუ ძალიან მარტივი кейსები არის აქ. თუმცა აქ შეიძლება განვავრცოთ ძალიან დიდზეც, მაგრამ ძირი ძალიან ისეთი სკილები ძალიან მარტივი არის. თხის ხაზში ეს არის სატურნი, ეს არის პასუხისგებლობა, ეს არის სხვათა შორის ლილით თხის ხაზს ახასიათებთ, აი ივანიშვილზე რო ამბობდნენ, რომ ძალიან ცოტა სჭამს, სწორად საღამოთ ადრე იძინებს, რაღაც ერთ რუტინები აქვს, იზღუდავენ თავს ძალით. აი ლილით თხის ხაზს ახასიათებთ აი ეს ან სატურნთან ასპექტით ახასიათებთ ხოლმე აი ეს აკვიატება რაღაც შეზღუდვების. აქ პირიქით ვიტყოდი რომ აქ შეზღუდვა უნდა იყოს ძალიან პრაგმატული, ლოგიკური. რატო ვაკეთებ ამ შეზღუდვებს? მე მინდა სხეული მთხოვს ამ შეზღუდვას. აი სელენა თხის ხაზ აი უბრალოდ არ ზღუდავს. მან იცის რატო ზღუდავს. მან იცის რაღაც დიდ მიზანს ეს ემსახურება. აქ დიდი მიზანი არ არის. აქ არის აკვიატება რომ უნდა შეზღუდვებში ვიყო. რატომ არის ამ შეზღუდვებში? იმიტომ რომ ეს შინაგანი, ეს სიმკაცრე, ეს დისციპლინა, ეს შინაგანია, ეს სიცივე გარკვეულწილად გადააქვს ნევროტულად აი ამ შეზღუდვებზე. ხო შინაგანი. სხვებსაც ზღუდავენ. თავისუფლებაში ზღუდავენ სხვებს, განვითარებაში ზღუდავენ სხვებს, ასევე იზღუდავს თავის თავს რაღაცეებში, ხო? ოღონდ ხელოვნურად არაფრის მომცემი არ არის ხოლმე ეს შეზღუდვები და გაითვალისწინეთ აქ, რომ აი ეს ასკეტიზმი ლილიტის შემთხვევაში არ არის გამართლებული, უნდა იყოს გასაგები, რატო არის ეს ასკეტიზმი, რა საჭიროა მაგალითად, ხო? ეხლა მე სატურნი მყავს ძალიან აქტიური და აი სულ მაქვს იქ მომენტი რომ რაღაცაში უნდა აი მაგალითად შეიძლება ბევრ ხალხთან არ ვიურთიერთო ხოლმე შევზღუდო ჩემი თავი რომ ღლიან ხშირად არაფრის თქმელი ლაპარაკს გულისხმობ თორე ახლა ინტელექტუალურ ლაპარაკზე ვიждები ისე მიყვარს ხო და აი ეს რესურსების კარგვა ისეთ კონტაქტებზე რომელიც არაფრის მომცემი არ არის მე ვზღუდავ მაგალითად და it's okay იმიტომ რომ ვიცი რატო ვზღუდავ ხო ვიცი რომ ძალიან პრაგმატულად მაქვს დალაგებული ჩემ თავში რომ ჩემი დრო უფრო მნიშვნელოვანი არის, ხო? თუნდაც რომ ვიზივარ და ვფიქრობ, აი ამ ყველაფერს ახლა თქვენ რასაც გიყვებით, ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ვიღაცის რაღაც სისულელებს უსმინო, ხო? ამიტომ აი ეს არის ძალიან კონსტრუქციული შეზღუდვა. აი ლილიტმა უნდა გააცნობიეროს, აი ესე დაჯდეს და პრაგმატულად. აი ახლა მე რომ რაღაცებს ვზღუდავ ჩემ თავში, აი დღეში ერთხელ ჭამ მაგალითად. რატო? აი ვიღაც არ ჭამს ერთხელ და ძალიან კარგად არის, ხო? ანუ გარკვეულწილად აქ არის აი სხეულის მოსმენის პრობლემაც და აქ არის აი სიჯიუტე უფრო, არა ეგრე არის და მორჩა. არგუმენტების გარეშე, გაზრების გარეშე, პრაგმატულობის გარეშე. აი ეს უბრალოდ, ახლა მეც ხო ვაკვირდებოდი ენერგეტიკა, ეს უბრალოდ მინდა და მორჩა, ეს ძალიან ცოტა ისე დესტრუქციულად იყო ხოლმე გამოვლენილი. მოკლედ ძალიან ბევრი გამიგრძელდა ახლა ამ თხის რქაზე. და 40 წუთია უკვე მარტო მაგაზე ვლაპარაკობ. ნუ, კარგი, ნახევარი საათი. მაგრამ იდეა გასაგები არის, ხო? აი ეს ასკეტიზმი, ეს რაღაც სისულელეები, უნდა დავფიქრდეთ, რატო, რისთვის ვაკეთებთ და რის პროექციას ვახდენთ აქ, ხო? აი ეს რაღაც სიმკაცრეები, ეს რაღაც შეზღუდვები, ყველა შეზღუდვა, მე თავის თავსაც იგივეს უკეთებენ ხოლმე, ხო? და იგივე დამძიმება კარმის ესევ ეძახით პირდაპირ ამ შემთხვევაში, ხო? და არა პირიქით განეიტრალება და განტვირთვა. ეხლა ძალიან საინტერესო კომბინაცია არის შავი მთვარე ან თეთრი მთვარე მერწყულის ზოდიაქოში. მერწყული ჩვენთან ეს არის იდეები, ეს არის გონება, მეგობრებო. მომავლის ენერგია, გონიერება, ინტელექტუალური. ხა მერკურის უმაღლესი ოქტავა არის ურანი. ურანი მართავს მერწყულს. მერკური ეს არის ინტელექტი, კომუნიკაცია, ურანი ამის უმაღლესი ოქტავა. ეს არის უკვე კოსმიური იდეები, ხო, სადღაც, ხო? უმაღლესი გონი.
უმაღლესი გონი ეს არის ურანული ენერგია. მერწყული არის ურანის ენერგეტიკა და ურანი არის კარგი კუთხით, ეს არის თავისუფლება, ეს არის ნოვატორობა, ეს არის სიახლეები, აი მაგალითად მარტივად რო გითხრათ, აი ურანი თუ კარგად მაქვს რუკაში, ან მერწყულის ენერგია თუ კარგად მაქვს რუკაში, ხო? აი შეიძლება მე 30 წლის პატარას შევხვდე და აი დავჯდე და ვისწავლო მისგან ბევრი რამ. ანუ ის იყოს ჩემთვის რაღაც სიახლის მატარებელი. და არა ბავშვია და ეხლა მე რა უნდა ამიხსნას, ხო? ანუ ურანელი ყოველთვის ამერწყული, ყოველთვის მზად არის რაღაც სიახლის მიღებისთვის, რაღაც ისეთი სოციალური ურთიერთობებისთვისაც, მერწყული სოციალურობა არის, ეს არის გახსნილობა სამყაროსთან, ლიბერალურობა, ძალიან დიდი, სხვა ჩემი ბაბუა იყო, თურმე მე ვნახე სელენა მერწყული და ჩემ მეუბნებოდა ხოლმე, ძალიან ისეთი მანქანათმშენებელი იყო, ძალიან ისეთი სერიოზული ინჟინერიო და სულ უმართლებდაო აი ამ სფეროებში თან სატურნის ასწორი იყო. მე მეგონა რომ მამაჩემისგან მქონდა ეს სატურნის ასწორი და თურმე იქაც ყოფილა ამ სატურნის ენერგია და ძალიან თავისუფალი იყო რა მამაჩემიო და მე მახსოვს ახლა ბაბუა ჩემი ახალგაზრდა გარდაიცვალა შედარებით, მაგრამ მახსოვს და ისეთი ლიბერალური ტიპი იყო, აი არავის რო არ ზღუდავდა არაფერში, ძალიან თავისუფალი, ძალიან მხიარული, მეგობრული ძალიან და მაქედან მე რო დავიწყე დაკურვება, აი ახალ დაწყებული რომ მქონდა ასტროლოგია, გისწავლა, აი მე რო ვნახე ბაბუა ჩემის რუკა, ხო, ეს ელენა მერწყულური, აი კიდევ უფრო გავიგე რა ენერგეტიკა არის ეს მერწყულის, ხო? ის არის, აი შალვა ამონაშვილი რო არის მაგალითად ჩვენთან ბავშვთა ფსიქოლოგიაში, აი 85 წლის კაცია თუ მეტი და აბსოლუტურად თავისუფალი არის. ყველაფერს ახლიდან სწავლობენ, სიახლეები შეუძლიათ ძალიან კარგად აითვისონ, თანამედროვე ტიპები არიან ძალიან მენტალურად, ენერგეტიკულად, ეს არის მომავალთან კავშირი. მომავლის ენერგიებს იჭერენ ძალიან კარგად. და აი სოციალურ ადამიანები უყვართ, კაცობრიობა უყვართ ზოგადად და აი ეს დიდი სოციუმის სიყვარული შინაგანი მაგალითად, ხო? აძლევთ იცით რას, მოდით ესე ვთქვა ცოტა ძალასაც, იმიტომ რომ კონტაქტზე არის კოლექტიურ ენერგიასთან. ოღონდ არ არის ეს თევზური კოლექტიური ენერგია, ეს არის აი კაცობრიობასთან, აი ამ ნაკადთან ენერგეტიკულად კავშირში რო არის, აი გასული, აი შინაგანად არის, აი ამ ხალხთან ჯგუფში. ესე რო ვთქვათ. და სადაც არ უნდა მოხდეს ეს ადამიანი ყოველთვის ნახავს ან თანამოაზრეს, ან მეგობარს მაგალითად, გახსნილი არის ურთიერთობებისთვის ელენა მერწყული. გახსნილი არის კონტაქტებისთვის, იმიტომ რომ ენერგეტიკულ დონეზე არის ეს გახსნილობა, თავისუფლება შინაგანი ენერგეტიკის დონეზე არის, ეს ლიბერალურობა, ეს საკაცობრიო სიყვარული მაგალითად, აი ამ ნოვატორობაში მოდის ახალი იდეები, მოდის ახალი აი მოლოდნელად რაღაც ძალიან კარგი იდეა შეიძლება მოვიდეს. მეცნიერების სფეროში შეიძლება წავიდეს ელენა მერწყული. შეიძლება იყოს თავისუფლების მატარებელი. აი სიმსუბუქის და თავისუფლების მატარებელი, ეს ჰაერისტიკია არის. და ახლა ხშირად მე რომ ხვდებიან ელენა მერწყულებს, ძირითადი აქცენტი არის, რომ მთავარი საქმე არის ჩემთვის სოციუმი მეგობრები. ყველასთან არ არის ეგრე, შეიძლება პლუტონი იყოს მე-11 სახლში, სატურნი იყოს მე-11 სახლში რაღაცები შეცვალოს, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე მოთხოვნილება არის მეგობრობის, თანასწორობის, აი თანასწორობა რასაც ქვია და სადაც დაინახავენ იქ რომ რაღაცა პროგრესი არ არის, აი ენერგეტიკულად იზიდავთ ისეთი რამ რომ უნდა შეიტანოს სადღაც პროგრესი, თავისუფლება, ურთიერთობებში სილაღე, მაგალითად, სადაც ეს არ არის, იქ ლილიტი მიდის უკვე, ხო? ანუ თუ იქ არ არის, მე ლილიტს ვავლენთ, რაღაცას ვაკეთებთ, რომ იქ შევიტანოთ. ელენა ეგ არის, რომ მე რო ვხედავ, ახლა ლილიტი ვერძის ელენა თხისრხათი, ხო? სადაც სიმშვიდე არ არის, აი მე თუ ხედავ იქ პრაგმატულობა არ არის, სიმყარე არ არის, მე ვერძულად რაღაცნაირად ვარტყამ, ხო, სიტუაციას, ხო? ან ჩემ თავს ვეწინააღმდეგები რაღაცეებში, ხო? აი ეს ენერგია არის, ან სხვებთან პროექციას ვაკეთებთ იმის, რაც ჩვენ შიგნით ხდება მაგალითად. და აი ეს ელენა მერწყული ცდილობს ყველგან პროგრესი შეიტანოს, ყველგან ხიარულება, თავისუფლება, უბრალოება შეიტანოს, იმიტომ რომ მერწყული უბრალოება არის. ლომი თუ არის ეს მე ენერგია და მე შეგკრიბავთ და მე მაგარი ტიპი ვარ და მე უნდა ვანათებდე, მერწყული არის რომ მე საერთოდ მთლიანად ვარ სოციუმში, ხალხში. ან ჩემი მე არის ხალხი.
იქ ვავლენ ჩემ ეგოს, იქ მეგობრებში ვავლენ ჩემ მეს, ხო? აი ეს ისეთი ძალიან ისეთი ჰუმანური შინაგანი ნაკადი აქედან მოდის. სხვა შორის ეს ჩვენი ფეხბურთელები, ვინც კი ვნახეთ ჩვენთან, ჩვენი ისე, სულ ან იუპიტერი მერწყულები არიან და უმეტესად სელენა მერწყულები არიან, სულ. და აი ეს გუნდური მუშაობა, ეს სელენა მერწყულის თემა არის. ჯგუფში არიან ყველაზე კარგად გუნდში, იმიტომ რომ აი ეს პიროვნული ეგო მე მაინც არ არის. აი ხა ამონაშვილსაც რო უსმენდი, ყველგან იუპიტერი კირჩხები ყავს და ეს პედაგოგიკა არის, ბავშვთა ფსიქოლოგია არის და თავისი იუპიტერი წავიდა, მაგრამ თან ლიტითებსი არის, აი ძალიან ესეც გზნობიარე ტიპები რო არიან ხოლმე. მაგრამ ეს სელენა მერწყული მისი რომ აი სულ თავისუფლებაზე ლაპარაკობს. აი ბავშვს მეცით თავისუფლება. ახლა ლიტმა მერწყულმა იგივე ლაპარაკობს, ამის ჩაკოლავენ. იმიტომ რომ ეს თავისუფლება კი არ იქნება, ეს იქნება ტრამვა, სევდა, რაღაცა ძიმე ენერგია წამოვა, ხო აქ რა. და სელენა მერწყული ძალიან მშვიდად წყნარად ლაპარაკობს თავისუფლებაზე. აქვთ ეს თავისუფლება, რაც არ უნდა უფროსები ყავდეს, ხელმძღვანელებთან იყოს. ის სულ თავისუფალი, არავინ არ მართავს ამ ადამიანს, არავინ არ აძალებს არაფერს, სულ თავისუფლებიანი, იმიტომ რომ თვითონ კარმა გამოიმუშავა იმაში, რომ სხვებს ათავისუფლებდა რაღაცეებისგან, წინა ცხოვრებებში თუ კარმულ ასტროლოგიაში გადავართ. ათავისუფლებდა მონებს მაგალითად, აძლევდა ადამიანებს რაღაც განვითარებას, მაგალითად ტექნოლოგიური პროგრესი, ეს მთელი კაცობრიობა იყენებს, ხო ამას მე ხა თვითმფრინავი რომ გამოიყენეს მთელი კაცობრიობა სერიოზულად განვითარდა ამ ყველაფერში, ხო? საერთოდ სხვა იმას სიხშირეზე გავედით, ხო? აი ეს არის მერწყულური ენერგია. რაღაც ისეთი გააკეთა ადამიანმა კარმულად, რომელიც მთელ სოციუმს, მთელ მასას ემსახურებოდა და აღტუნა განვითარებაში მთელი სოციუმი, მთელი კაცობრიობა, სოციუმი ეს კიდე უფრო ვიწრო ეს არის. მერწყული არის მთელი დედამიწა, მთელი კაცობრიობა, ხო? და ამ ადამიანს კარმულად აქვს წვლილი შეტანილი, რომ ეს ანვითარებდა გარემოს, ან მეგობრებს, ან სოციუმს მაგალითად. მე-11 სახლიც იგივე არის სელენა, ამ ადამიანს თავისუფლება აქვს შინაგანი, თანამოაზრეებში დაცვა აქვს კარმულად მაგალითად, რასაც ვერ ვიტყვით ლილიტზე. ლილიტი მერწყული, სხვათა შორის ბიორკი მიყვარს ძალიან, თუ ხა მე ვიცით ბიორკი უნდა იცოდეთ მომღერალი წესით. ლილიტი მერწყული იყო და არის ძალიან მიყვარს მისი სიმღერები, ხშირად უსმენ ხოლმე. და აი აბსოლუტურად ტიპაჟი არის ამოვარდნილი ჩარჩოდან. მე უფრო ეგეთ ტიპაჟები მომწონს, უფრო წალილით მერწყულო ტიპაჟები, ვიდრე კარგი მერწყულები, იმიტომ რომ აი ეს რაღაც სევდიანი თავისუფლება მომწონს ხოლმე მათში, ხო, რაღაცნაირად ანარქისტული თავისუფლება, რაღაც უფრო მომხიბვლელია ხოლმე ჩემთვის, ხო, პროტესტი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? აი ლილიტი მერწყული არის პროტესტი, შინაგანი, ოღონდ ძალიან დესტრუქციულად უწოვლენ ყველაფერს, რა პროტესტები შფოთითი აშლილობით. აი ეს კონცენტრირებას რომ ვერაკეთებენ ვერაფერზე და ცოტა რა სხვაგან არიან, ეს უკვე ძალიან დესტრუქციული ლილიტი მერწყული არის. მაგალითად, ლილიტი მერწყული იყო და სელენა ვერძი მერაბ კოსტავა და ლილიტი მერწყული იყო სელენა თევზი, ოღონდ ზუსტად გამსახურდია. ნუ მათი მეგობრობა იცით ხო მერე? რა ხდებოდა? ოღონდ მე რასაც ვაკვირდებოდი მერაბ კოსტავას, ჩემ ძალიან კარგად იცნობდა, ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და დაიჭირეს ორივე ჩემიც საბჭოთა პერიოდში. აი ეს გულუბყვილოთო, აი ჩემ მოყვებოდა მერაბიზე, რომ აი ძალიან ბავშვურად გულუბყვილოთო, აი მეგობრების თემა, აი მსხვერპლად შეწირაო რა თავიო, რა ფაქტიურადო, რა არაფერი არ გათქვაო საერთოდო, რა არავინ არ ჩაუშაო საერთოდო. აი ძალიან ისე ბერძულად, უერთგულა, აი ამ რაღაც იდეას და ნუ მერწყული ლილიტი მანდ გაყვა ხო სადღაც. ძალიან ხშირად ვლინდება ეს, რომ აი მეც თუნდაც ახლა სელენა ბერძულად რომ თერაპიაზე გავდიოდი, აი სულ ის მქონდა, რომ აი მე
არ ვუღალატე მეთქი იმ იდეას, რისიც მჯეროდა თქვა იმ სელენა ვერძულს და ცოტა სევდაც იყო ეს ჩემთვის, რომ აი რამხელა ფასად დამიჯდა ის, რომ ლილიტი სადღაც მივჩქმალე, რომ ეს სელენა დამეცვა თქო, ხო? აი ეგეთი თემა მომყვება ჩემაც მერაბიზე ფაქტიურად, აი იმ იდეას, სიმართლის და ის იდეას ბოლომდე და ნუ ძალიან მძიმე ისტორიაც ჰქონდა მას, ხო, ამ ყველაფრის გამო. ხაში რთული რუკა ჰქონდა საკმაოდ მერაბის მთელი პლუტონი, მარსის კვადრატი და მთელი ამბები. ბევრი რაღაცა ჰქონდა იქ საკმაოდ. და აი ეს იდეა, ხო, რაღაც ის ტანდემი იყო ვერძი მერწყულის აქ, ხო, რომ აი ეს თავისუფლებისთვის ბრძოლა, აი ეს ვერძი მისი, ხო, აი ბრძოლა და მერწყული ლილიტი თავისუფლებისთვის. და აქ გამოვლინდა რაღაც ძალიან ეროვნული გმირის იმაში, ხო, ახლა ვერძი ეს გმირის ენერგია არის, ხო, რაღაც პირველ წამომწყები, ლიდერი და მე მგონია, რომ მერაბიმ საუკეთესოდ შეასრულა სელენა ლილიტის ღერძზე. მართლა გულწრფელად გეუბნებით, ახლა მე ძალიან ბევრი ისტორია ვიცი მერაბიზე და ჩემი ძალიან ახლოს იყო და ბევრი რაღაცა აქ მოყოლილი ჩემთვის, უაკვირდებოდი ხოლმე. აი ამ ისტორიებს მისი რუკიდან გამომდინარეც და აი ეს არის ყველაზე კონსტრუქციული როგორ შეგვიძლია ჩვენ ლიტის დამუშავებას რო ვეძახით, ხო? და გარკვეულწილად ამ თავისუფლებას შეეწირა. ანუ ეს მაღალ გამოვლინებაში სელენა ლილიტი ყოველთვის ესე ვლინდება, რომ ჩვენ სადღაც სელენა ვერძი ზოგადად ეგ არის, რომ უნდა შეეწიროს რაღაც დიდ იდეას. ანუ მსხვერპლი იყო კარმულად და მე კიდე შეიძლება იყოს ეგ ვერსია. ჩემი აზრით, მერაბმა აი ეს კარმული რაღაც დიდი მისია შეასრულა, იმიტომ რომ ეს სელენაც ყავდა იუპიტერთან შეერთებაში ვერცხლში და აქ უკვე ძალიან კონკრეტული იდეით, ან კონკრეტული მისიით მოვიდა იუპიტერი, ეს პოლიტიკა არის, გაფართოება არის, ღირებულებები არის და რაღაც ისეთი ღირებულება დაგვიტოვა ყველას. და ძალიან მიხარია ხოლმე ახლა ახალგაზრდები მაგალითად მერაბის ციტატებს რო ამბობენ აქციებზე მაგალითად ან აი ეს ქართული სული ერთ-ერთი ძალიან ისეთ ფუძემდებელი ჩემთვის პირადად მერაბი არის ამ ყველაფრის და აი ეს მის რუკაში ზუსტად იყო სელენა იუპიტერის შეერთება ვერცხლთან, ხო? და ეს მერწყული თავისუფლების იდეა სხვათაშორის დოჩანაშვილიც იყო ლილიტი მერწყული და კანუდოსი, მისი ცნობილი ქალაქი, სისუფთავის, სინათლის და თავისუფლების ქალაქი, ტიპიური სამოსელ პირველში ტიპიური ლილიტი მერწყულის იდეა არის, ხო? ანუ ეს არის ახაც თავისუფლებისთვის ბრძოლა, ან მეორე დესტრუქციული კუთხით, ახლა ცოტა დაბალ ვიბრაციაზე რო ჩამოვიდეთ და არა ახლა მერაბის დონის ვიბრაციაზე, იყოს არათავისუფალი ძალიან. აი ზვიადი მე მგონია, რომ აი ეს სხვაშორის მიუხედავად იმისა, რომ ხა დეჩემს პირველად მანაჩუკა თავის ნათარგმნი შტაინერის წიგნი, მე პატარა რო ვიყავი, ძალიან პატარა ვიყავი, მაგ წიგნი წავიკითხე და ხა ძალიან ესეთ ეზოთერულ სფეროში ადამიანი იყო საკმაოდ განათლებული, მაინც ეს ლილიტი მერწყულის აი ეს ნახეთ არათავისუფლება შინაგანი სადღაც შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ლილიტი მერწყული ცდილობს პროტესტით, დებოშებით იმას, რომ მასში არის რაღაც ეს შეზღუდვები შინაგანი, ფსიქოლოგიური შეზღუდვები, ეს პროექცია არის გარეთ ვებრძვი იმას, რაც შიგნით მაქვს, ხო, გარკვეულწილად. მერაბისაც ეს ექნებოდა, რომ აი ეს ლილიტი მერწყული, სადღაც მას, ეხლა თან რა არის ვერძი ბავშვი, ახლა დეჩოს რო ვკითხე, პატარა ბავშვი იყო ჩვეულებრივიო, გულუბრყვილო პატარა ბავშვიო. ეს პრობლემა აქვს სელენა ვერძებს. მე მაგიტომ აქტიურდება ლილიტი, რომ ცოტა გაჩეროს ეს ბავშვი. ხო და აი ეს მერწყულური ენერგია სადღაც იმას თავისუფლება უნდოდა. მაგალითად, ხა მერწყული თან რა არის, ხა ძალიან ისე რო გითხრათ, ხშირად არის ლილიტი მერწყულის შემთხვევაში ლომში გადავარდნის სურვილი. ფუფუნებაზე უარს ამბობენ თავიდან, ფული არ აქვს სიტყვაზე და ამ დროს უნდა ლილიტ მერწყულს ეს ყველაფერი. ოღონდ ამისთვის არ უნდა გაისარჯოს, არ უნდა თავისუფლება დაკარგოს ამ ყველაფრისთვის, ხო? ადრე მაქვს, ხა აღარ გამომეორდები, ტანდემები მაქვს აღწერილი ლილიტი მერწყულის და ლილიტი ლომის ხშირად რო არის ხოლმე, ხო? ყველაზე ცუდ ვარიანტში, მედვედევის ვარიანტში
თვითონ არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს, რო კითხო ვერ იტანენ ფულს, ვერ იტან ეს ჩანობა არის, ეს ყველაფერი, ეს ფუფუნება მის ჩანობა არის, მაგრამ არაცნობიერში ყველაზე მეტად ეს უნდათ ხოლმე, ხო? არაცნობიერში, აი ეს არ აძლევთ ზუსტად საშუალებას იყვნენ რეალურად თავისუფლები, ეს რწმენა წარმოდგენები, იმიტომ რომ მე აქ ამ ყველაფერზე მაღლა ვარ, არ არის ამ ყველაფერზე მაღლა. ჭირდება არაცნობიერში ეს ყველაფერი და რა ამას რო ხვდებიან მერე ხდება გათავისუფლება სერიოზულად. აი ეს რწმენა სოციალისტურობაში ნაგანი, რომ ყველა ერთი ვართ და არა ვართ ყველა ერთი, აი აქ არის საჭირო სამუშაო ხოლმე ამ ყველაფერზე და ამას უნდა გაუმკლავდეს რაღაცნაირად ლიტი მერწყული. ნაკლებად არიან პროგრესულები ენერგეტიკულ დონეზე, ცოტა შეიძლება ძველ დროშიც ჩარჩნენ. ენერგეტიკულ დონეს გეუბნებით, მაგალითად, შეიძლება ძალიან პროგრესა ბიორკი ხა ძალიან სხვა პლანეტაზე არის საერთოდ. ხო ეს მასკის დედაც სხვა პლანეტაზე არის რომ შეხედავ. მაგრამ ეს არ არის თანამედროვეობა, ეს არის პროტესტი, ეს არის დესტრუქცია სადღაც, ხო ეს არის აი დამხობა. და საბოლოო ჯამში გეუბნებით პროექცია არის. მათში ცხოვრობს არათავისუფლება, რაღაცაში ბოჭავენ ენერგეტიკულ დონეზე თავს და არა საერთოდ ვერაცნობიერებენ, იმიტომ რომ ლიტი არის შიდა შრე, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. შეიძლება რაღაცა ან რწმენა წარმოდგენებში იყოს, შეიძლება აი ზუსტად ამ ფინანსურ ნაწილში ან შეხედულებებში იყოს ძალიან შეზღუდული, რომ ოფ როგორ შეიძლება და მე არ მინდა და მე მაგარი ტიპი ვარ და ზუსტად აქ ზღუდავდეს თავის რეალურ სურვილებს მაგალითად, ხო სიტყვაზე. შეიძლება პასუხისგებლობებში ზღუდავდეს თავს, შეიძლება სისტემის გარეთ ხედავდეს საკუთარ თავს მაგალითად და სისტემის გარეთ ყოფნა ეს რა არის? მე ურთიერთობები არ ვიცი ადამიანებთან, მე კონტაქტი არ ვიცი ადამიანებთან. საბოლოო ჯამში აი ამ მასებთან კონტაქტი მაინც არ აქვს. ენერგეტიკულ დონეს გეუბნებით მასები ეს სელენა მერწყული ხა სალომე ზურაბიშვილი თუ ერთი დაძახება და ხალხი მიდიოდა მის აქციებზე და აი ეს ნამდვილი თავისუფლება მე ადრეც რო ვამბობდი სალომეზე რომ ვერან ვერ მოახდენს მასზე მის დაჭერას სიტყვაზე ანუ პოლიტიკურ ზემოქმედებას გულისხმობ ძალიან კარგად აჩვენა ეს და ძალიან მართალიც ყოფილი ვარ სელენა მერწყული სრული თავისუფლება აი ხალი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მარტოა თავისუფალია თავის იდეალებში ხო ეს არის კარგი კონსტრუქციული სელენა მერწყული და ლილიტი მერწყული ეს არის სადღაც პირიქით სულ ან შეზღუდული არის ეს ადამიანი ან მასებთან შედიან მაგრამ ხა ზვიადის შემთხვევაში ისევ ხალხმა ჩამოაგდო ხო და ხა ხალხმა რა ანუ გარკვეულ ძალებმა მაგრამ ეს ხალხი ანუ რაღაც ჯგუფებისგან თავდასხმაც შეიძლება გამოვლინდეს. ყველაზე ნეგატიური კუთხით შეიძლება ვლინდებოდეს აი იმდენად ალოგიკური აზრები თავში. აი Head in the Clouds რო არის ფილმი. სადღაც რო არის ადამიანი. აი რაღაცა ეგეთი შეიძლება გამოვლინდეს. ხო აი უაზრო ქაოსი ტვინში, ანუ მერკურული, უმაღლესი ოქტავა, ურანული. აი იდეები უტოპიური მაგალითად შეიძლება გამოვლინდეს, ხო? სადღაც დაფრინავდეს ადამიანი რაღაცა აი დიდ გლობალურ იდეებში გაიჭედოს მაგალითად ხო აი ეს არის უკვე დესტრუქცია ცოტა რომ მოვწყდე არაცნობიერად მიწიერი პრობლემებისგან ხო ეს ლილიტი ეს არის არა მე ამ ყველაფერზე მახლა ვარ და აი ადიან და მე სადღაც დაფრინავენ ხოლმე ხო ეს ძალიან დესტრუქციულად რო ვთქვათ და ჩვეულებრივ დონეზე ეს არის რომ მე სისტემის გარეთ მინდა ყოფნა არ მიყვარს სისტემები და it's okay რო არ უყვარს აქ შეიძლება რაღაც ახალი სისტემაც შექმნას ოღონდ ეს სისტემა როგორ იქნება აი ბიორკისეული მაგალითად ცოტა ქაოსური ცოტა არასტანდარტული მაგალითად ხო წავიდა მაგალითად კანუდოსი შექმნა მან ხო გამავიწყდა დავიღალე დოჩანაშვილმა თავისი სამყარო შექმნა აი არა იქ მოერგო სადაც იყო არაცნობიერში გეუბნებით სადღაც თავისი თავისუფლება შექმნა შტაინერის ელენა მერწყული იყო და ეს მისი სხვათაშორის არქიტექტურისკენ გაქანება და ეს კოსმოსისკენ ყურება ეს ელენას ენერგია იყო ეს მისი ჰერმან ჰესე ლილიტი მერწყული სულ თავისუფლებას ეძებდა ყველაფერში რატო არ შეიძლება ისე რატო არ შეიძლება ეს არის აი მუხრუჭების გარეშე ყოფნა ზოგჯერ აი საერთოდ მუხრუჭი რო არა ახლა მედვეძევი რო გამოდის და იმას ავაფეთქებ ამას ავაფეთქებ ერთი კლოუნი ყავთ რომელსაც გამოიყვანენ ხოლმე რაღაც სისულელების სათქმელად ესეც დესტრუქცია არის და სხვათა შორის ჯოკერი ფილმი
ეს ლიტი მერწყულის ჰიმნი არის. მინდა ძალიან ჰუმანურობა, ძალიან მეგობრობა არ გამოდის და ვაფეთქებ ყველას. აი ეს სევდა არის შინაგანი, ხო, სადღაც და მე სელენაზე გავდივართ ხოლმე, საიდან აიკიდა ეს ლიტი მერწყული ადამიანმა აქ რა მოხდა. ჩემთვის, მაგალითად, მერაბ მამარდაშვილი, რომელიც მისი წიგნები ძალიან ისეთი იყო, აი როგორ იყო, იცი, ცალკე იყო თითქოს. აქ არის ქართველები, სოციუმი, აქ არა ვარ, მე ცალკე ვარ და საბოლოო ჯამში მოუწია ხალხში დაბრუნება, მაგრამ კარგი არაფერი არ მიიღო ამ ხალხისგან. ყოველთვის გარიყულობის შეგრძნება აქვს ლილიტ მერწყულს. ან ხელოვნურად რიყავენ თავის თავს, ენერგეტიკულად კავშირი არ არის. მან ვაკეთებთ ხოლმე პრაქტიკებს, მაგალითად, როცა ლილიტი არის მერწყულში, აი შედის სოციუმში ადამიანი ენერგეტიკულ წარმოსახვით, ხედავს ამ ხალხს და აი ენერგეტიკულ ველში შედის ამ ადამიანებთან და გაცნობას ახდენს, რომ მე არ დაკარგოს, იმიტომ რომ ლიტი მერწყული საბოლოო ჯამში ეს მე არ არის აქ, ხო? მე მინდა ვიღაცებში ავითქვიფო ენერგეტიკულად, მე მინდა მასაში შევერწყა სადღაც, ხო? და აი აქ ხდება ცოტა დესტრუქცია, ხა აი სელენას მაგიტომ გეუბნებით, რომ აი ეს შინაგანი მერაბ კოსტავას ეს შინაგანი მასას აი ერთან თანხვედრა, აი ერი იყო თვითონ, ეს ლიტი მერწყულური ქონდა და ეხა სახლი და ის არ ვიცი თორე ეგ იქნებოდა მნიშვნელოვანი. და ეს ვერძული, მე უნდა წავყვე ამ ერს მაგალითად, ხო მე ლიდერი ვარ ამ ერის, ოღონდ ამ ერშიც ვითქვიფები. აი ეს ერთიანობაში ექნებოდა სადღაც, ხო, გაგებაში. მერე შემდეგ ხდება ხოლმე ამის რა იცით, რომ მე არა ვარ ერი, მე ცალკე ვარ, მაგრამ ოღონდ ცალკე რწმენა წარმოდგენაში ენერგეტიკულ დონეზე გეუბნებით. სადღაც, იმიტომ რომ სადღაც კარმულად ეს შეერწყა სადღაც მეგობრებს, სოციუმს, ანუ სადღაც აი ამ ბრძოლაში იყო ძალიან ისეთ მეგობრებთან, პერმა უყალატა სხვა შორის მერაბის, ზუსტად ამ მეგობრებაში, ზუსტად ეს არის კარმული, რომ იქ სადაც მივეჯაჭვეთ, ის აღარ უნდა მოხდეს და აი მე მიდის კარმული, აი ეს დამუშავება გარკვეულწილად, რომ აი იმ იდეალებთან გამოშვიდობებაც უნდა მოვახდინოთ რაღაც დონეზე, ოღონდ ვატაროთ ეს იდეალი მაინც გულში, ისე ერთგულად, ხო? რაც აი მაგიტომ გეუბნებით, რომ ჩემი აზრით ეს გააკეთა მერაბი მდგო. აი ძალიან დიდი თემა არის, ხო, ვეცადე რომ ცოტა ისე გადმომეცა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. აი ამ თერაპიულად, აი უფრო ესე ვაკეთებთ ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ აი სოციუმს მოვწყვიტო ადამიანი ენერგეტიკულად, წარმოსახვით სოციუმს და რეალურ სოციუმთან დავაკავშიროთ მაგალითად, ხო? აი ადამიანებთან ურთიერთობა ისწავლოს, დედამიწაზე ჩამოვიდეს და გაიცნოს ადამიანები თავიდან. ოღონდ ეს უნდა მოხდეს ენერგეტიკულ დონეზე. აქ აბსოლუტურად სხვა ენერგიები მუშაობს, არაცნობიერი საერთოდ სხვა რწმენა წარმოადგენს, საერთოდ სხვაგან ხვდებით, მანდ არ არის ეს ცნობიერი დონე. და ამ პრაქტიკას უფრო ვაკეთებთ ხოლმე. და მერე უკვე შედის სოციუმში არა მოლოდინებით და არა იმ სურვილებით, არამედ უბრალოდ რეალობით, ხო? რომ მე ვიცი, სად ვარ, როგორ ვარ, ვინები ხართ, მე ჩემთვის ვარ, თქვენთვის, მაგრამ მე სიყვარულით შემიძლია რაღაც წვლილი შემოვიტანო თქვენთან. აი ეს პრაქტიკა არის ენერგეტიკული ფაქტიურად გადატვირთვა აი ამ კარმული ნეგატივების, ხო? და სელენა აქტიურდება მაგ შემთხვევაში. ახლა ლიტი თევზით და დავასრულებ. უკვე საათს მეტი გავიდა, რაც ვლაპარაკობ. საერთოდ სუმარფრთხილებმა ხო 7 წუთი გიყურებენ მაქსიმუმ, მეტი აღარ გინდა ჩაწერა. სულ ვფიქრობ ხოლმე ყველა ხარ ვლაყბობ თქო ამდენს, თქო ამ ხელა დრო რომ მიდის ჩემი, როცა იქ ეგეთი ამბები ხდება. და ძალიან ბევრი წიგნებიც მაქვს აქ დადებული, რომელიც წასაკითხი მაქვს და ვეღარ ვანაწილებ ხოლმე დროს. თევზი არის ჩვენთან წყლის ენერგია, მეგობრებო. თევზი არის კოლექტიური კარმა, ნეპტუნი მართავს, ოცნებები, სურვილები, სხერპლშეწირვა, სევდა, უპირობო სიყვარული, ვენერას უმაღლესი ოქტავა არის ნეპტუნი. როგორც წესი, თუნდაც რომ მუშაობ ხოლმე თერაპიულად, რაღაც დიდი სიყვარულის დანაკლისის შეგრძნება აქვს ხოლმე ესა ლილით თევზებს. აი ძალიან დიდი სიყვარული დაკარგეს, ან დიდი რწმენა დაიკარგა, დიდი ოცნება დაიკარგა სადღაც და შეეჯახა მძიმე რეალობას. ან ეხლაც იგივეს გადიან ხოლმე მაგალითად, აი რაღაცა მათში ცხოვრობს რაღაც დიდი სევდა და მე პროექციას აკეთებენ, ის მეწოდება, იმას უსმენ, ამას უსმენ, აი
დრამატულ ისტორიებში შედიან, სულ ვიღაცების იყიდებენ მაგალითად ნეგატიურ ფიგურებს, ან თვითონ არიან სულ დრამატულები, უბედურები და უნდა გადასცენ ხოლმე სხვებს ეს თავისი უბედურება, ხო? დეპრესიულობა, ნევროზულობა, სევდები, ეს ლიტი თევზის თემატიკა. პოზიტიურ ვარიანტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი პოზიტიური რა, ხო, რომ ეს ადამიანი შეიძლება ესეთი შავი მთვარე როცა თევზებში ყავს, შეიძლება გამოვლინდეს რაღაც ესეთი აი მიმტევებლობა, კეთილშობილების გამოვლენა, ხო, ახლა ლიტი მარტო ნეგატივი კი არ არის, მას თავისი ესეთი პოლუსებიც აქვს, ხო, ესეთი გამონათებებიც აქვს მაგალითად. და შეიძლება იყოს ეზოთერული ენერგეტიკა. ახლა ლიტი ქალწულისგან თუ არ გამოვა, ახლა დიდი ეზოთერიკი, ეგრევე იმას დათვლას დაიწყეს რა, მაგ აქედან სიტყვაზე ხა. იდეაში გეუბნებით, თუ ახლა თევზებში არ არის გადასული მთლად, მაგრამ მაინც დაიწყებს. ლიტი თევზებს აქვთ ძალიან დიდი ეზოთერული ენერგეტიკა, მაგალითად, ძალიან ესეთი სიღრმისეული წვდომა ფსიქოლოგიასთან, მისტიკასთან, მაგალითად. ოღონდ ეს როგორც წესი უფრო ნეგატიურად ვლინდება ხოლმე. კარგ ვარიანტში შეიძლება რომ მე შევეხო ამ ენერგიაზე, ნენელა ვისწავლო რა არის ფანტაზია და რა არის რეალობა. და ცუდ ვარიანტში შეიძლება გავხდე ან ეზოთერულ სფეროში, აი როგორი რაღაც იცით, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტად ქაოსურობა, პრაგმატულობის ნაკლებობა, მაგალითად, ხო? აი სადღაც რომ დაცურავენ, მაგალითად, და აი ჭეშმარიტებას რომ ვერ პოულობ სადღაც, ხო? აი მე ხა ძალიან ისეთ მძიმე кейსებს გეუბნებით, ყველაზე დიდი რისკი რა შეიძლება ამ სიტუაციაში იყოს, დაცურვა, აი გაცურო სადღაც და დაიკარგო ამ ცურვაში. ოღონდ ეს დაკარგულობა მოახუია ყველას. მაგალითად, ხო, აი სადღაც სხვათა შორის ძალიან ისეთ კუთხით მზე ნეპტუნის ასპექტსაც ახასიათებს, ნეგატიურ ასპექტსაც, ოღონდ ცნობიერ დონეზე და არა კარმულ დონეზე. აი შეიძლება ისე აბურდონ ყველაფერი თვითონაც ვერ გააგნონ, მაგრამ ლიტის თევზის შემთხვევაში თვითონაც შეიძლება იყოს დაკარგული თავის ემოციებში ადამიანი, ან თავის აი პრაგმატულობის ნაკლებობა გამოვლინდეს, ხო? და სხვების დაკარგოს აი ამ ქაოსში. ქაოსი შეიტანოს სადღაც, უსაზღვრობა შეიტანოს რაღაცეებში და არა პრაგმატულობა, ხო? ეს ერთი რისკი შეიძლება იყოს. ან მეორე შეიძლება იყოს ადამიანი, რომ თვითონ ცხოვრებისეულად არის ძალიან ქაოსური, ძალიან ჩაკეტილი ცხოვრებით შეიძლება ცხოვრობდეს. აი ახლა გიორგი კახარია მაგალითად დიდი სამბით რომ გამოვიდა ესე პოლიტიკურ ასპარეზზე და გაქრა მერე. ტიპიური ლიტი თევზის ქცევას და შეიძლება მე მაგალითად შევაფასებდი, სადღაც შეიძლება ადამიანი იზოლირდეს, იზოლაციაში იყოს. ცდილობენ ხოლმე სულ სადღაცა ნაკლებად გახდეს ადამიანი მისაწვდომი სხვებისთვის, იმიტომ რომ მათში ცხოვრობს რაღაც შიდა იზოლაციონურობა, რომ მე რაღაც სევდაში ვარ, ან ჩემს წარმოსახვით სამყაროში ვარ, ჩემ ლამაზ სამყაროში ვარ, საიდანაც გამოსვლა არ მინდა, იმიტომ რომ ამ უხეშ სამყაროს ვერ ვიღებ. შეიძლება ეს გამოვლინდეს. ხშირად არიან ხოლმე ხვდლები, ერთი ბერი იყო, მაშინ დამავიწყდა სერაფიმ საროველი, მე მგონი, ვარმის სახლ-მუზეუმში ცნამყოფი და როგორც კი მივედი, ხაზე ენერგეტიკა, აი მომივიდა რა. აუ, ეს მეთქი აშკარად ლიტი თევზი იქნებოდა თქო იქ. მთელი ეს სურათებიც ისინიც იყო და ეგრევე ნახე რომ კაცად ლიტი თევზი იყო. რაღაც ის ზოგჯერ არის ყალბი მისტიურობა, მაგალითად, ზოგჯერ შეიძლება ფეიკი იყოს, რაღაცები ჩვენება და გონია რომ იქ მისტიკა არის და არ იყოს. ეს ნეპტუნი ლიტის შერდებასაც ახასიათებს. შეიძლება იყოს, ოღონდ ნაკლებად რომ კარგი სიხშირე იყოს ეს, ხო? იმიტომ რომ მაინც ლიტის ენერგია არის და თუ ამას ვამუშავებთ, თუ ამ ტკივილებს ვიღებთ, უკვე კარგ სიხშირესაც შეგვიძლია გავიდეთ. ანუ რუკა ამას იძლევა, ამის შანსი რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშავოთ რა, მივხვდეთ, საცდურები სად არის და დავიჭიროთ უკვე მესამე დონეს ვეწახით ამას, რომ ვიჭერ უკვე რომ ეს არ არის ის რაც მე მგონია, ხო? და ეს არის უკვე დამუშავება. ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ დონეზე შეიძლება უსმენდეს ვიღაცების პრობლემებს, ვიღაცების სევდებს და ძიმდებოდეს მერე თვითონ. რატო? იმიტომ რომ თითქოს ის სიმძიმე რა არის, რომ დამიტრიგერა ჩემში არსებული რაღაც სევდები, რომლის გაცნობიერება მე არ მინდა.
მე ჩაპრესილი მაქვს ესევდები შიგნით ეს ხვერპლის განცდა, ეს პასიურობა, შინაგანი, ხო? და ეს ამოიყრება, მე მაწუხებს, ვერ ვამუშავებ ამას და თან იმისი ნეგატივის გადმომივიდა მე, ხო? შესაბამისად. ან თვითონ არიან მძიმე ენერგეტიკის და სხვაებს მაგალითად ზოგჯერ შავმაგიურ ენერგიასაც ეძახიან, ხო? რომ აი მე თუ დამძიმებული ვარ წყენებით, დარდებით, დაბალი თვითშეფასებით, ასევე, ხო? და ეხლა ყველას გვაქვს ეგ დაბალი თვითშეფასება, უბრალოდ აქ იმაზე არის თევზურზე, რომ ეს დაბალი თვითშეფასება მოდის უფრო, რომ მე სადღაც რატომ იმატოვეს, რატომ სიყვარულზე უარი მითხრეს, რატო დამტოვეს მარტო, რატო გამწირეს, ხო? და აი ეს წყენების ემოცია სადღაც ქმნის დაბალ ვიბრაციებს მერე და მერე მოდის რწმენა წარმოქმნა, რომ ალბათ არ ვიმსახურებდი და მაგიტომა სიტყვაზე. კარგი კუთხით ეხა სელენაზე, ან მე-12 სახლის ესე მუშაობს, სადღაც მიცურავენ. აი სადღაც ქაოსში არიან, სადღაც მარტოობაში არის ადამიანი და ვერ ვიტყოდი, რომ კარგი იყოს ლიტითევსისთვის მარტო ყოფნა, უფრო საჭირო არის დაამუშავოს თავისი აი ეს იდეალიზმი, თავისი შინაგანი სისუსტეები ბჭყალებში და სისუსტე რა ეს მისტიურობა, ეს სხვებს შეწევს, თავისი თემები არის აბსოლუტურად, რომელსაც პროექციას ახდენ სხვებზე და ამაზე უნდა იმუშაოს უყო თერაპიულად. აქ ნაკლებად რო იყოს კარგი ეზოთერიკა და მისტიკა, პირიქით, მან ხალწული კარგად უნდა გააქტიურდეს ოპოზიციური ენერგია და იყოს უფრო პრაქტიკული, მიწაზე დადგეს მყარად, მაგალითად. და აქედან მოდის უფრო მუშაობა, მე სელენას უყურებ, სელენა სად არის და ის ხდება უფრო პოზიტიურ ენერგიის მატარებელი სამუშაოდ. სელენას შემთხვევაში პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან სულიერი არის, ძალიან ემგზნობიარე არის, ძალიან სუბუქი არის, სხვების ემოციის გადამუშავება შეუძლია ძალიან მარტივად. ეს არის აი ესეთი ტიპაჟი, როდესაც მაგალითად ადრე ბერები რომ მიდიოდნენ კეთროუნებთან და იწყებდნენ მათ კურნალობას და აქ მნიშვნელოვანი არ იყო ის გადახვევა ჭრილობის, ხო? როცა შენთან არის ადამიანი და შენთან შეუძლია ემოციის გაზიარება, დახმარება შენი ემოციურად და ზოგჯერ ხა საავადმყოფოში ადამიანი რო წევს, ის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე რაღაც წამოს რო გაუკეთებენ სიტყვაზე, ხო? ანუ მედდა შეიძლება გაცილებით მეტის ემოციების მომცემი იყოს, ვიდრე ექიმი, ხო? რომელიც შაბათობით შემოდის 2 საათით სიტყვაზე. რო გააკონტროლოს იქ ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი ეს ფუნქცია აქვს სელენა თევზს, რომ ემოციურად დაუდგეს გვერდში ადამიანებს, გაათფოს უმკურნალოს სულიერად, ფსიქოლოგიურად უმკურნალოს, ისინი იღებენ სხვების ენერგეტიკას, ამუშავებენ და უშვებენ ძალიან კარგად. ეს არის ძალიან სუბუქი, ლაღი ენერგეტიკა, თვითონ შინაგანად. და ძალიან კარგად გამოხატავენ ხოლმე ემოციებს. აი მსახიობები ძალიან კარგები არიან ხოლმე სელენა თევზები. ლიტი თევზები ცოტა ესეთი აი ანჯელინა ჯოლი არის ლიტი თევზი. და მე რასაც ვაკვირდებოდი დიდად ხა ძლიერი მსახიობები ლიტი თევზი ნაკლებად რო დადგეს თევზები ეს კინემატოგრაფია არის სამსახიობო არის არალომური არამედ აი ტელე სამსახიობობა თევზური ენერგეტიკა ჭირდება მან ცოტა გაშეშებული სახე შეიძლება კონდეს აი გიყურებს და სხვაგან არის მაგალითად ეს ტიპური ლიტი თევზური ან ნეპტუნი თევზები ან ნეპტუნი ლილიტი კავშირი არის კონტაქტზე თითქოს არ არის ადამიანი გელაპარაკება და სხვაგან არის ენერგეტიკით სხვა სამყაროში არის ხო ეს ლილიტის შემთხვევაში სელენა თევზი აი თითქოს სადღაც არის მაგრამ ბოლომდე შენთან არის თან ანუ ემოციურად ძალიან კონტაქტზე არის და ეკრანიდანაც ეს იგრძნობა ხოლმე სელენა თევზების შემთხვევაში გარდასახვა შეუძლიათ, სითბოს გამოხატვა შეუძლიათ, კონტაქტში შემოსვლა შეუძლიათ, ხო? აი ეს არის ლიტი, რა ლიტი ტყუპი წინაზე რო გავიერეთ გელაპარაკება ვითომ სულ ურთიერთობაში არის, მაგრამ რეალურად ენერგეტიკულად კონტაქტზე შენთან არ არის. ვის ელაპარაკება კაცო არ იცის. ხო, აი, ეგეთი რაღაც არის ჩვენ ენერგეტიკულად იქ არ ვართ. თუ გვინდა რომ გავიხსნათ, მან კარმულად ქონდა ცუდი გამოცდილებები და ვიკეტებით მე. აი ძალიან მარტივად როგიც. და სელენა თევზი პირიქით, აი გრძნობით, ემოციით, აი თერაპიულ პრაქტიკაში ძალიან ადვილად წვდება თავის ემოციებს, კარგად ამუშავებს თავის გრძნობებს მაგალითად, ხო? ძალიან სულიერები არიან, გახსნილები არიან ენერგეტიკულად მაგალითად, ხო? რაღაც აი
ფსიქოლოგიური ვიბრაციებისთვის. მე-12 სახლის ელენაც იგივე არის მაგალითად, აი ხშირად ენერგეტიკული კავშირი აქვთ მაგალითად წყალთან, ან აი წყალი რა არის მთავარი ინფორმაციის გადმომცემი, ხო? წყალი ეს არის აი ეს მოძრავი ენერგია, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს ემოციებს და გრძნობებს, ხო? ამასთან აქვს ძალიან კარგი კავშირი, აქვს ეკლესიასთან კარგი კავშირი, რელიგიებთან მაგალითად. ეკლესიაში რომ მიდის სანთელ-სანთებს, მისი სელენა აბსოლუტურად იხსნება, იმიტომ რომ კავშირი აქვს სულიერ ძალებთან მაგალითად, ხო? რაღაც აი დაფარულ მისტიურ სამყაროსთან აქვს რაღაცნაირად კავშირი. ტაროთი კარგად გამოსდით მუშაობა მაგალითად, იმიტომ რომ აი ეს მისტიურობა, ფსიქოლოგიური მისტიურობა, მათში ცხოვრობს, კარმულად გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით, რაღაცა სუფთას, ნათელს ემსახურებოდნენ, რომელიღაც ინკარნაციაში ან რელიგიურობას ემსახურებოდა ეს ადამიანი, ან ალტრუიზმს ემსახურებოდა, როდესაც მაგალითად კეთროვნებს შეიძლება მკურნალობდა, ან სულიერი მკურნალი იყო ეს ადამიანი, ან ფსიქოლოგიური მკურნალი იყო და ეხლაც იგივე არიან ხოლმე ვიღაცები მიდიან სულ ნახულობენ ამ ხალხს, გადმოულაგებენ თელ დავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ამუშავებენ ამათ ენერგეტიკას და ის მიდის მერე გასუფთავებული, ხო? აი ეს არის ხოლმე როგორც წესი მათი მისია. ლილიტი თევზები რამდენი ფსიქოთერაპევტი შემომთავაზეს, ხო უყურებ ხა გოგოს და ისეთი გასული არის. ამან მეთქი რა, ჩემი ემოციები როგორ უნდა მიიღოს, როცა თავისი აქვს. სადღაც პლანეტაზე შემოტოვებული და თვითონ არ აქვს თავისთან კონტაქტი. მეთქი მე რა უნდა დამიმუშაოს და ძალიან წყიდად ხოლმე უარს რომ ამბობდი ხოლმე ამ ლილიტ თევზ ფსიქოთერაპევტებთან ხოლმე და ეს ისე მართლა ენერგეტიკულად რო უყურებ და ამე რა ემოცია უნდა დაამუშავოს ჩემი თავისი აქ დასამუშავებელი ტოდა ახლა სიტყვაზე. აი ესეთი კომბინაციები, ოღონდ თუ ახლა დაამუშავა ადამიანმა ლილიტი და ახლა ემოციაში გამოვიდა, გარკვეულწილად მათი დამუშავებაც არის ფსიქოლოგიაში ყოფნა, თუ მე ვაცნობიერებ ჩემ ჩაკეტილობას და მე არ მგონია რომ აქ რა მაგარი ტიპი ვარ, როგორ შემიძლია სხვების მოსმენა და არაფერს არ უსმენს, იქ სადღაც თავის დრამებს ცხოვრობს, თან ვერ ცხოვრობს და ერთიც არ არის კმაყოფილი და მეორეც. ხო, ეგეთი რაღაც ვლინდება აქ. ახლა ძალიან ისე გეუბნებით რა, აი გამოცდილებებიდან გამომდინარე მართლა რეალურად რა შემუშაოს რა, ახლა თქვენ თვითონაც მიხვდებით, მე ვინც კარგად ერკვევით უკვე ნენელ ასტროლოგიაში თქვა და ან ასტროლოგები ხართ უკვე ან იკოლებთ ამ ყველაფერს მიხვდებით მე რომ აი მართლა ეს შემუშაოს. უბრალოდ მართლა 15 თერაპევტი მყავს პერიოდულად წლების განმავლობაში შეცვლილი და ახლა ყველა ტიპაში მყავს ნანახი მაგალითად და ვიცი ხა უკვე თან რუკებით ვაკურდებოდი ხოლმე, ცალკე უფრო მევსწავლობდი მათ ვიდრე ისინი მე. რუკიდან გამომდინარე. მოკლედ, აი ეს არის თევზების ენერგია მეგობრებო, სელენას შემთხვევაში და ლილიტის შემთხვევაში. ამას ჭირდება ჩაღრმავება, გაცნობიერება, ჭირდება ტკივილს მიღება ლილიტის შემთხვევაში, აი სევდა რაღაც საუკუნო სევდა, უნდა მივიღოთ და გადავამუშაოთ და არ უნდა გვეგონოს რომ ჩვენ აქ მარტონი ვართ და სუსტები ვართ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ამაში დაგვეხმაროს. და ჩვენ როგონია რომ სხვებს უნდა დავეხმაროთ და სხვები უნდა გვეცოდებოდნენ, აქეთ ვართ ხოლმე დასახმარებლები და უნდა მივიღოთ ეს დახმარება. და უნდა მივიღოთ ის რომ ჩვენ დახმარება გვჭირდება, ხო? და ის ოკეი არის რომ დახმარება გვჭირდება. მე იქ სელენას უყურებ, სელენათი ვაძლიერებს თავს, რომ მქონდეს ენერგია რომ დავეხმაროთ თავს და მთელი ამბავი ეს არის ხო. ძალიან გამიგრძელდა. შავარაუდო ძალიანაც დაგხალეთ. ან არ დაგღალეთ და პირიქით მოგწონთ, ან ესეთ 5 დღეში გადანაწილებთ ამ ვიდეოს ყურებას, არ ვიცი. ბევრ წარმატებებს გისურვებთ. მე მგონია ამ ციკლში დავხურე უკვე სელენა ლილიტის ღერძი და თქვენთვისაც საინტერესო იყო. დამიწერეთ კომენტარები, ველოდები ხოლმე. მოგეწონათ, არ მოგეწონათ, გაიგეთ, ვერ გაიგეთ და დროებით მაშინ.